მე მოვედი. მე აქ მე ქართველია. მე ვარ ხარი ფარნავასის ზედ ბეჭედი მისი ნაზის. მე ვიფარავ ტყვარს და ფაზის მორჩი შვენიერი ვაზის. ჩემმა წინაპარმა თელს ქვეყანას ზნეობის სადარაჯოდ დაუსვა ჯვრის მონასტერი. ჩემმა წინაპარმა ააგო უბწყინვალესი სვეტი ცხოვლის ტაძარი. ჩემმა ერმაშვა ფარსმან დიდი ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი ბრწყინვალე, ერეკლე მეორე, პატარა კახი. ჩემმა ერმაშვა შოთა რუსთაველი, ილია, ვაჟა, აკაკი, გალაქტიონი. ჩემში იმ კაცის სისხლიჩქებს, ვინც პომპეუსს ებრძოდა, ჯალალედინს ებრძოდა, ლანგ თემურს ებრძოდა, შაჰ-აბასს ებრძოდა. ჩემში იმ კაცის სისხლიჩქებს, ვინც რომაელ ლეგიონებს უმკლავდებოდა, მონღოლთა ურდოებს უმკლავდებოდა, ვინც ოსმალთა და სპარსელთა ოკეანეს უმკლავდებოდა. ჩემში იმ კაცის სისხლიჩქებს, ვინაც ბასიანში ასახელა სამშობლო. ჩემში იმ კაცის სისხლიჩქებს, ვინაც დიდგორის მიწა სელჩუკთა სისხლით მოწყო. ჩემში იმ კაცის სისხლიჩქებს, ვინაც ბახტრიონის ციხე აიღო და აორტა მტერი. და მე აქ ვარ, და მე აქ ვდგავარ, რადგანაც სხვაგვარად არ გზავნით. და მინდა ვიყვირო თელს პლანეტას, თელს სამყაროს, მე და გალაქტიკას გავაგებინო, რომ მე ქართველი ვარ, რომ მე მიყვარ ჩემი სამშობლო და ჩემ და თავად ამ ქვეყანაში დამჩენის. მოგესალმებით ყველას. ისევ საქართველოს ხო ხედავთ, დღე იწყება მიშათი, მთავრდება მიშათი, არის ამის გარჩევა, განხილვა ნეტა ინტელექტი სხვა რამეში გამოეყენა ადამიანს რა, თქვათ ან შემეცნების საკითხები დაემუშავებინა, ან ფსიქოლოგია, ან თუნდაც ეკონომიკა, აგრარული სექტორი რა დღეშია საქართველოს. ან მიშა და გრიშა, ან საქართველოს ისტორია, რა გმირები ვიყავით და დავით აღმაშენებლის დღე იყო გუშინ და ულოცავდნენ ერთმანეთს. აი თურმე, აი წმინდანები ყავს, დავით აღმაშენებელი, ტაძრები შეცვლიდნენ ტაძრებში ლიტურგიები, სანთლები, ხატები. ერთმანეთს არინდომენ რა დავით აღმაშენებელი, დიდგორი მოიგო, აი თავისუფლად თბილისი, რაც აი ამათყოფი ის არის რა საზოგადოება. ინფანტილური იმაში ვართ რა, არც ერთ ქვეყანაში არ არის აი აქ, აი რა ვიცი, არ მესმის აი რუსეთშიდაც კი არ მესმის, იცი იმის დღე, ამის დღე, ივანე მრისხანეს დღე, ამის დღე, რომ აი ულოცავდნენ ერთმანეთს რუსები, ივანეს დღეა დღეს, მერე იმის რაღაცა რომელიღაცა რივრიკის დღე, რა ვიცი, ალექსანდრე მეორეს დღე და არ მსგავსი რამე არ არის რა, და რა ჭირს ამ ქართველებს ეს საერთოდ ეს გასაშინჯიერია, არა მარტო სააკაშვილია დაავადებული, მე მგონი მთლიანად ერი დაავადებულია. აი ეს ნაწილი რა, რომ გაუთავებლად ამას იხილავს და ეს მოსახლეობა კიდე ბრძენიას რო იძახიან. რა ბრძენი არის ქართველიერი, ბრძენიერი აირჩევდა ან გამსახურდია, ან შავარდანძეს დაუჩოქებდა, ან სააკაშვილს გააბურთავებდა სიმღერებითა და ან ბრძენიერი თაყვანსებს მამათმავარ შიოლაშვილის, ბრძენიერი მღვდლებთან ირბინს, ბრძენი როგორ შეიძლება სულელთან დადიოდეს რჩევის მისაღებად და ზიარების მისაღებად. აი რატო არის გავრცელებული ეს ბრძენიერი? რა არის? საერთოდ დაუფიქრებელი არის ეს ფრაზა. აი რა არის სიბრძნე მაინტერესებს, ნო. ჯერ ერთი ბრძენი არავინ არ არის, ხო? თუ ბერძნული სიტყვა სოფიას ბრძენი ქართულად თუ რა არის? აი იქ მიმატებული აქვს ფილო, სიბრძნის სიყვარული. ხო, მოყვარეც კი არ არის ქართველი სიბრძნისა და ბრძენი რანაირად იქნება, რა მეტაფორები, აი რა ის არის ეგ რა ვიცი, აი
ძალიან გაცვეთილი და უკვე მე მგონი უკვე ირონიულად ჟღერს იცი ქართველი ერი ბრძენიერია და ქართველი ერი რა ბრძენიერია რა ამ დღეში ჩაიგდებს ქვეყანა თავს რაც ახლა საქართველოში ხდება 30 წელია 30 წელზე კოლაფსის მერე ცოტა მეტია 11-12 წელი დაიწყო აი რა დღეშია დააკვირდით აი ქვეყანა რაღაცა 300 არის გადაქცეული მთლიანად რაღაცა კომიკური სიტუაცია არის და რომ არა ცოტა გარედან რაღაცა რუსეთის სინათლე, რუსეთის გაზი, რუსეთის პური და თურქეთის ტანსაცმელი და უკრაინის ზეთი და ბრინჯი თუ რაღაცა წიწიბურა და დასავლეთის ვალუტა ევრო და დოლარი გელაპარაკებით ქვეყანა იქნება ჩაფხავებული. რა არ გვინდა რა ეს გაუთავებელი რაღაცა ტრაბახი და ეს კარგია ეს ტრაბახი მოწონს ვინმე ეს რა დაწყევლილი ერი არის რა უბედურება ეს აი რომ მოხდა სტიქიური ლოკალური უბედურება ხო ახლა გლობალური არ არის მსოფლიო იგულისხმება გლობალურში ლოკალური ერთ ქვეყნის ერთ ტერიტორიაზე რომელიც ცოტა სხვადასხვა იმებსაც მიწვდა ტალღები ხო სირია და მეზობელი ქვეყნებს როგორ ფიქრობთ ის არაკანონზომიერი რაც მოხდა ჩვენ ხო არ ვიცით ისტორია მაგ ადგილისა იმ ადამიანების გულში რა ხდებოდა რაზე ფიქრობდნენ რა ეკონომიკური მდგომარეობა როგორ იყო მათი რწმენა ხო იცით ხედავთ იმას დაინგრა უიმე ესია ისია სილვამის კოშკი სახარებაში რო წერია გახსოვთ რას წახის იესო ქრისტე აი რო ხალხი რომ მოყვა გონიათ რა ისინი იყვნენ ცოდულები ვიდრე თქვენ ახართ ხო ესე იგი აი ეს რაც მოხდა იქა მაგას ხო რაღაცა კანონზომიერება წინ უსწრებდა და საერთოდ კანონზომიერება სამყაროში იქ ტყილა მოხდა ეგ როგორ ფიქრობთ არავინ არ იცის ის მარტო ღმერთმა იცის და იმ ადამიანებმა ხო აი რა უსწრებდა წინ აი ამ მოვლენას მიწისძვრა როგორ ფიქრობენ ადამიანები რას დადიოდნენ როგორ ერთმანეთს ეხმარებოდნენ ხო ლოკალური არის რაღაც გარკვეულად ლოკალური რაღაცები ხდება იმიტომ რომ მასშტაბებში სხვა იმებში მცხოვრებ ადამიანები ამაზე დაფიქრდნენ და თქვენ რა არის ეს ნეტა აი თუნდაც იგივე უკრაინა რუსეთის ეს რაღაცა რქებით მიწოლ-მოწოლა მე ამას ომს არ უწოდებ ეს არის ორი რქიანი ადამიანის რქენა აი ამასაც კი არა ანალიზებენ აი ეს რა არის აქ არის რა იცი ეს მოიგებს არა ის მოიგებს არა მე მგონი უკრაინა მოიგებს არა აი მინდა რომ უკრაინა მოიგოს აი მაგათი და რუსების დედაცვადი აი ეს რა არის კაცო ეს მე ვერ გავიგენო არ არის კანონზომიერი მოვლენა იქ უკრაინაში ახლა სოფლები რო განადგურებულია და ახლა აყრილია აი ესენი რა სანამ ეს მოხდებოდა ნეტა რაზე ფიქრობდნენ რა განცდები იყო როგორ უყურებდნენ სიცოცხლეს ცხოვრებას რა არის ცხოვრება რისთვის მოვედით სად მივდივართ აი ესეთ მარადიული საკითხებზე კი არ ფიქრობს ადამიანი რა დღეს საერთოდ ვინმე აი რა ტელე ინტერნეტ საშუალებით ვინმე მარადულ პრობლემებზე ფიქრობს გარდა ვიწრო წერისა სადაც შეიკრიბებიან და ამაზე მსჯელობენ ხო თუ ის მოთავსებული არის ინტერნეტში და არც აინტერესებთ ვინმე ფიქრობს აი ანტიკურ სამყაროში ხო ჩვენგან დაშორებული არის აი ანტიკური საბერძნეთი დღევანდელი საბერძნეთი ვერ ახედავ რითია დაკავებული აი მათი წინაპრები რომლებიც ბერძნების საერთოდ არ ტაბარახო გილოცავთ პლატონობას სოკრატობას ჰერაკლიტობას არის საბერძნეთი ეგეთი რამე დღე იწყება დღეს პლატონის დღე არის დღეს წმინდანების დღე რაღაცა ისტორიული გმერები რო ყავთ მაგას ან პერიკლეობას გილოცავთ დემოსთენეობას რა აი ესეთი რამე არის საბერძნეთში იმიტომ რომ რამე თუ სატრაბახო აქვს დღევანდელ ბერძენს აქვს სატრაბახო რა წინაპარი ყოლია მას ჯერ მარტო რა გიგანტები არის არისტოტელე პლატონი სოკრატე საერთოდ მთელი აზროვნება ევროპული პლატონის კომენტარებია რო იცოდეთ აი პლატონი მარტო სახელი რო გაგიგიათ ისა მთელი აზროვნება ფილოსოფიაში კომენტარები ამ კაცზე და აი ესენი ბიჭო უბრალო ხალხი usmenda და მარადულ საკითხებს ამუშავებდნენ რა ვიცი გადასარევია დღევანდელი მსოფლიო რამ გამოათაყვანა ეს ხალხი საქართველოზე ლაპარაკი არ არის რა აი ეს რაღაცა ინფანტილიზმის ის არის რესპუბლიკა ბავშვები უფრო არიან მათ ვიდა ბრძენი ხალხი რა ბრძენი ხალხია საქართველოში სათხედავთ ბრძენი რო დადის გამიგე იმით და რაღაც ჩაფიქრებული არის და კაი გონიერად ლაპარაკობს ჩართავ ამ რაღაცა ინტერნეტ მედიას და არის
სააკაშვილი დედაშვილობა არის ლაპარაკი და რა ვქნათ დედაშვილობა იქ გაუშვათ, გამოუშვათ, მერე აბა ვიაროთ აქციებზე. შეიძლება სულ ასე 30 წელი სულელი კაცის დაძახებაზე გაახვიდეთ და ხან 50 კაცი შეიკრიბოს ხანაში და თვლიდეთ მე იცი რა ეს 50-ია, აიცი ხალხი არ დაყვება. აი იმან 200.000 გამოიყვანა. შენ რამდენი გამოიყვანე? ერთმანეთ აი ეჯიბრებიან ტელევიზიით, აჩვენონ ვინ რამდენი ჯოგი მოდენა ვითარცა ნახირი. ადამიანები მე რა გაოცებულია ბრძენი კაცი ახლა ხაბეიშვილის დაბშვენაზე ვენს წინ დაუკან ამ თებერვალში თან მეც საქმე არ აქ ერს ან რატო უნდა იაროთ ან რა უნდა გააკეთოს ხაბეიშვილმა და 200-მა კაცმა 300-მა 500-მა აი რა მოთხოვნა არის სააკაშვილი გამოუშვით ციხიდან აი ეს რა მოთხოვნა არის მე ვერ გავიგე და ციხეში არის რო იცი თუ ბრძენია ხალხი ვერ ხედავთ რომ ციხეში არ არის კაცი არის რაღაცა დადგმული სპექტაკლებში მონაწილეობს ამას რაღაცა ამ ცხოვრებაში ქართული საქართველოს ცხოვრება როა შევარდნაძის მერე იქიდან რო ავიღოთ პერიოდი 2003 წლიდან დღემდე ამას აქვს როლი ხან პრეზიდენტის როლი აქვს ხან ჯამბაზის როლი აქვს ხან ტოლვილის როლი აქვს ხან კიდე უცხო ქვეყნის მოქალაქის როლი აქვს და კიდე გუბერნატორის როლი აქვს ეს როლებს იცulis გამიგეთ ეხლა რაღაცა ტანჯულას როლი აქვს ამ კაცს გაიპარჭყა მან არის ამ პარჭყვაში და დაკავებული არის ხალხი ბრძენი ხალხი ამის განხილვაში ბრძენი ხალხი იხილავს ამას ვუიმე რა იქნება ჟურნალისტი არის ამაზე გამო და ორად არის გაყოფილი ბრძენი ხალხი ერთი ბრძენი ხალხი გაყოფილი სააკაშვილის განთავისუფლებაში დღეს მეორე ბრძენი ხალხი არა მოღალატეა და მეტეს დღეები ესე რიხირიხენით ხო და მადრო რამე მოხდეს აი წარმოიდგინეთ ქვეყანას პრობლემა შეექმნას ან სტიქიური ან სოციალური რყევები ან რაღაცა მე ვიღაცა იტყვის რომ შემთხვევით მოხდაო აი საკოლო ყველაფერი მზადდება ქვეყანაში რომლის ეპიცენტრი თბილისი არის და პერიფერია საერთოდ ხალხი კინკილა ხალხი ცხოვრობს არის სოფლები საერთოდ კინკილა სოფლები არის მოკინკილე სოფლები თავმოყრილი არის ძირითადად რაიონ ქალაქებში და ქუთაისი, ბათუმი, თბილისი, რუსთავი, გორი, თელავი. იმის იქით ხალხი არის დასათვლელი. და ყველაზე მეტი თავმოყრილი არის ქალაქ თბილისში. რომელიც ისეა გადატენილი, მოკლედ ვერც ისუნთქა, ვერც გაივლი, ვერც მეტროში ჩახვალ, გაჯეჯგილია მანქანებით, საკუთარი მანქანებით, კერძო ტრანსპორტით, გაჯეჯგილია საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ამას ხო ვატყობთ არა თუ რამე ახალს ვიძახი და კაციშვილი ხმას არიღებს აი ბრძენი ხალხის ქალაქი ხო და მან რო დააქუხოს რაღაცამ და მიწასთან გაასწოროს ქალაქი ვინმე იტყვის რომ ეს შემთხვევით მოხდაო აი ალბათ ასე ადამიანები ამზადებენ იმ უბედურებას რომელსაც ვერან ვერ გზნობს ამის მოსვლას არღუნის დროს დედამიწის მოსახლეობა არ იყო 10 კაცი არისო ხო ის იყო გლობალური წარღვნა მასშტაბი რომელიც ყველა ქვეყნის მითოლოგიაში მითოსური ელფერი დაკრავს და არარეალური მარტო ბიბლიაშია როგორც რეალური ამბავი მაგრამ ყველა ხალხის მითებში წარღვნა შემონახულია სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციებით ესე იგი არ შეიძლება მოსახლეობის სოფლიოს მოსახლეობას პირი შეეკრა და ეს მითი მოეტანათ ჩვენამდე აი სოფლიოს ხალხთა მითები თუ რამე გადაავლებ თვალს წარღვნა ყველგან არის მოხსენებული და აგრე ბიბლიაში კიდე როგორც დოკუმენტი არის აღწერილი ორი თავი აქვს ამას დათმობილი ხო იწყება მე-6 მე-7 მერვე თავი ხო აი და ხო გახსოვთ რომ იწყება უკვე გაფრთხილება მე-6 და გადავდივართ მე-7 მერვე და მე-9 თავში უკვე ხვდებით რომ დედამიწა დაცარიელებულია მხოლოდ 8 სული არის და ის ხალხი თვითონც არ ყოფილა ვინ დაეხმარებოდა ახლა ვინ დაეხმარებოდა რომელი ჰუმანიტარული დახმარება იქნება ნოეს მიგრებული დახვდა ყველაფერი ნოეს ვინ ეხმარებოდა მის ოჯახს აი ახლა რო არის თურქეთს დახმარება იქიდან ზელანდიიდან ავსტრალია ჰუმანიტარული დახმარება საქართველოსთან აი რა მაგარი ჰუმანიზმია რა აი იმას ნოეს ვინ ეხმარებოდა გიფიქრიათ ამაზე ხალხი აღარ არის არავინ ქვეყნები აღარ არის სახლი არაფერი არ არის აი აბსოლუტურად არაფერი არ ნოე გადმოვიდა მის სახლი იყო კიდობანი არ ვიცი ამდე ხანს იქნებოდა ის სახლი კიდობნად ხო არაფერი არ დახვდა მას და გონიათ ეს ზღაპარი არის რომ კითხულობს ხალხი მაგრამ
გონებას კი არ ამოძრავებს, იცი? და აი პარალელები ხო აუცილებელია. პარალელები და შედარებები. ხო საჭიროა შედარებები. პარადიგმა ნიშნავს მაგალითს, ბერძნული სიტყვა პარადიგმა. აი პარადიგმების ხელმძღვანელობს ყველა მოაზროვნე. მაგალითად პლატონიც პარადიგმებით აგებინებს ადამიანს იმ ჭეშმარიტებას, რომელსაც გონებით იგი აწვდის მოსახლეობას, რომ გაიგოს რა ეს idეები ცოტა ძნელი გასაგები არის ისე. ასევე პარაბოლებით იესო ქრისტე აგებინებს სასופევლის შესახებ მის მსმენელებს, ხო? და იგავები ძველ აღთქმაში წხვდება. ნათანი იგავით აგებინებს იმ დაშვებულ შეცდომას დავითს, რაც დაუშვა მას და თითქოს გონია შეიტყაპულა. გახსოვთ? ასევე ისაიასთან არის იგავები, ირემიასთან არის იგავური ფორმა, ხო, ჩვენ რო ვიძახით, ცოტა სხვა ჭეშმარიტების სხვანაირად მოწოდება, რომ რაღაცნაირად თვალსაჩინოება. აი, პარადიგმა ქვია ამას, ხო? ხო, იგივე ალეგორია, იგავი, პარაბოლა რაღაც ეს რატომ არის გამოყენებული ყოველდღიურ ხმარებაშიც, რომ რაღაცნაირად ის იდეა, რომელი იდეაც აბსტრაქტულად ჩანს და რიგით ადამიანის ინტელექტი ვერ წვრება, ჩამოყავთ მთქმელს იმ დონეზე, ან მითის დონეზე, რომ გაგვაგებინოს. მაგრამ ცნობილია მითი ერაზე პლატონის სახელმწიფოში, ხო? მე როგორ მითით უკვე გონება ვეღარ გადის ესეთ ძლიერ ჭეშმარიტებაზე, უკვე მითს თხზავს. რომ ამ მითით გაგვაგებინოს რა, აი მეტამფსიქოსის შესახებ რა ხდება, როგორ აღმოჩნდა თუ იდეათა სამყარო არის, როგორ ხდება ამ სამყაროში ჩვენი შემოსვლა, როგორ აღმოჩნდი მე აქ და რა არის ეს სხეული, გამიგეთ? და სომა და სიმას რო იძახი, სომა ბერძნულად, სიმა როგორც საპყრობილე. სხეული საპყრობილია სულისათვის და ადამიანის ის არის ამ სულის განთავისუფლება, მაგრამ არა თვითმკვლელობით, რომელიც გავრცელებული იყო იმაში, რა ქვია, ანტიკურ საბერძნეთში, არამედ სიბრძნის სიყვარულით ავიდეთ და წამყვანი თემა პლატონში წამყვანი კატეგორია არის სიყვარული, ეროსი. ისეთი სექსუალური, განაახორცული, არამედ სიბრძნის სიყვარული. რომ აი ადამიანის სული სამიმად რო დაყო, პირველი, მეორე, მესამე ავწდეთ პირველ საფეხურს, სული გადავიდეს მეორეში, მესამეში, რომ შემდგომ ამისა იქ რო აღმოჩნდება ადამიანი, აღარ განმეორდეს მეტამფსიქოზი, ის ხომ მეტამფსიქოზის თეორიის ის არის ამღიარებელი და ძალიან სინთეზირებას ახდენს მანამდელი ფილოსოფოსების შეხედულებას, როგორც არის პითაგორა. პითაგორა და აი ძალიან პითაგორას ინტერპრეტაციაც არის გარკვეული გაგებით პლატონის ფილოსოფიაში და ბევრი რამე აიღო ორფიკოსებისგან და სულთა გადასახლების შესახებ მოკლედ რა. და ნახეთ ლიანად მან ეს გრძნობათა სამყარო, რომელიც ჩვენ წინ არის, აი ხელული გრძნობათა სამყარო აღქმული გრძნობებით, აი ამის პარალელზე გამიგე არის იდეათა სამყარო, მაგრამ იდეა იმ გაგებით კი არა ჩვენ რო ხმარობთ აზრის გაგებით. აი დეკარტედან არის დამკვიდრებული იდეა, დღეს რო ვიძახით, მე ბევრი იდეები მაქვს, აზრები, ესე იგი. პლატონთან იდეა არ ნიშნავს აზრს. აზრი ის მარადიული იდეების სამყაროში რო არის და ერთი სიკეთე რო არის, ერთიანი, ერთი სიკეთე, ხო? ეძინაე რაღაც, აი ესეთი რუსულად რო არის, ეძინაე ქართულად რა ვიცი ეს როგორი თარგმნება ქართულად, ხო? აი ეს ერთი მარადიული სიკეთე ის რო ამოძრავებს ყველაფერს, ამას დაკვეთ როგორ ფილოსოფიური კატეგორიებით არის ბიბლიაში, რაც არის, მაგრამ თლად ბიბლიას არ იზიარებს, იმიტომ რომ არ იცნობს. მაგრამ ძალიან ბევრი რაღაცეები არის რაღაცა ბიბლიური, თუნდაც აი ის რო არის კოსმოლოგიური დიალოგი ტიმაიოსის შესახებ. ხომ? უცნაურია და სულის უკვდავების შესახებ აი მიძღვნილი ფედონი ქართულადაც რო არის ნათარგმნი და 4 არგუმენტი რო არის მტკიცებისა, ფილოსოფიური მტკიცება არის სულის უკვდავების შესახებ. წარმოიდგინეთ, ქვეყანა ერი 2500 წლის უკან ლაპარაკობდა ამ თემებზე რა. დღეს ხოვა განათლებულები ვარ ჩვენ 21 საუკუნეში. სად არის მომაწოდეთ რა ერთი რა ქართულ სივრცეში ვინმე ამაზე ლაპარაკობს ან სუფრაზე რო შეიკრიბებით, ან რაზე ლაპარაკობთ ძირითადად? ხო? ერთადერთი მაინც მე ვაწუხებ ადამიანებს ამ თემებზე ლაპარაკით. ხო? აი ქართულ სივრცეში. რომ არ ვფიქრობთ ჩვენ სიცოცხლე რა არის, რისთვის გვერგო, მე სიცოცხლე მარადიულიათი დროული არის. აქ ავართ მოტო შემოსული თუ
რა ვიცი მე რო წავალ სად მივდივართ არაფერი არ ვიცით ხო და დააკვირდით კაცო აი რაღაცა მდგომარეობა ის მდგომარეობა რომელიც არის სიკვდილის მიჯის მდგომარეობა სოკრატეს მივსაჯე სიკვდილი და ხალხი შეშფოთებული და ეგ კიდე ხალხს არიგებს არიპარება მიუხედავად იმისა რომ შეიძლება სპეციალურად დაამთხვიეს ის ერთთვიანი რაღაცა რელიგიური დღესასწაული სადაც არაფერი არ შეიძლება ჩადენილი იქნას ისეთი წმინდა დღე თქვა და მით უმეტეს სიკვდილით მიჯილი ადამიანებს სიკვდილის გადავადება ერთი თვე უნდა შეაჩერონ ეს ან დაამთხვიეს ან მართლა იყო რომ შეიძლება ხელს უწყობდნენ სოკრატე გაპარულიყო ხო და მივიდნენ მეგობრები მეზობლები თუ რა ქვია ძმაკაცები თუ მოწაფეები და ეუბნებიან მოდუნებულია ყურადღება არავის არ ცალია მოდი დავითესოთ აქედან ფულს შეიგრო ისეუნება არა ხო სად გავიქცე ვის გავიქცე 70 წლის კაცია შეიძლება კანონი დავარღვიო და გავიქცე ნახეთ ჩვენ ხო კანონიერ ქვეყნებში ვართ აი სააკაშვილი კანონს არ ღვევს აი რო შეადარო რა მე ის დედამისი რო დადის მაგასთან რაღაცა წიგნი მიუტანოს რა აი ახლა მაგ დგომ მით უმეტეს ციხეში არ არის ციხეში ეს კერძო კლინიკაში არის გაპარჭყული და არის კარგად გაკრიალებული თეთრეულში არის დღეში ორჯერ დადის დედამისი ხან საცივი აქვს ხან ეს ხო არ იმალება პირდაპირ არა თქვა მან აი პირდაპირ თქვა ხო რუსულ იმაში რა ქვია ჟურნალისტ რუს ჟურნალისტ ინტერვიუ რომ ისა მოусმენთ რა თქვა ამ ხაბატონმა ხო აი დღეში ორჯერ დადიო რატო საჭმელი შემაქო ეს ხო ჩვენთვის არ უთქვია ესეც ტყუილი არის გადასარევია პირდაპირ გამაგებინეთ ეს რა არის ეს აი ქვეყანა გამოთაყვანებული არის და აი ამ გამოთაყვანებულ ქვეყანას აი ესეთი გამომთაყვანებელი ყავს თუ გინდა აქ სეკულარულში საეროში თუ გინდა აი რელიგია ხო რა ვიცი ეს რა ვიცი რა არის რა აი ეს რისთვის არის ეს რელიგია მე არ ვიცი არავინ არაფერი არის დაადიან აი დავითობას გილოცავ მე ვახტანგობას გილოცავ დღეს რა დღეა აი გუშინ დავითობა დღეს რეშმაკი არის გადატვირთული რო ეს დადიხარ და გიჟები სანთლებს ანთებ ხატებს ანთებ და უი დავით მეფე ესეთი იყო გალვანი სირანულიც დაწერა ეს დაწერა მე ისინი არიან ჩვენთან ახლა ისინი გიშველიან თქვენ ან მის რაღაცა სანთლებს რო აბრიალებს გონიათ ახლა დავითი გელოდება სადაც ის არის იცით სად არის კაცულმა არის ეს ხო აი ის ვისაც ემსახურება არც ერთი ხალხი არ არის არავინ არ არის და საერთოდ დარწმუნებული ხართ თქვენ იმის თავმავალი ხართ ესე კითხვა ხო უნდა დასვას ადამიანმა აი რა გაკავშირებს დავითთან არ გადამრიოთ მე რამდენი თაობა მოვიდა აი მე რამდენი თაობა მოვიდა მას მე გავიდა რამდენი 800 წელი და 900 ხო 1125 წელს გარდაიცვალა იქიდან მოყოლებული ეხლა თქვენ კავშირს რატო აბამთ იმასთან დარწმუნებული ხართ რომ იმის თავმავალი ხართ კითხვას ვსვამ კითხვას რა არის ეს დაპროგრამებული თუთიყუშებივით რომ ლაპარაკობთ რაც სკოლაში დაგიჩხაპნეს და რაც აქაურმა საბჭოთა ადამიანმა დაწერა მითოლოგია ქართულ ისტორიის მითოლოგია აი ამით ცხოვრება შეიძლება კაცო არავინ არ ცხოვრობს საწყო ცხოვრებით და აწყო ცხოვრებით აბატონო სააკაშვილი დედამისი ჟურნალისტი შეიძლება დაამთავრო 5 წელი ჟურნალისტიკა და დაკავებული იყო სააკაშვილით რა ჟურნალისტი ბეყე ხარ რა ჟურნალისტობაა ეს ან რა ფილოსოფოსი ხარ ან რა კინო რეჟისორი ხარ შეიძლება ამით დაკავდე კაცო სხვა თემა არ არის იმიტომ რომ დიდი მნიშვნელობა აქვს რა თემით ხარ დაკავებული რა არის მედიტაცია ნაგავზე კაცო შეიძლება ექსკრემენტი ფუნა დაიდო და ვარჩიოთ ფუნა ვართ ახლა პროგრესული ადამიანები და საუკუნე 21 თურმე არის გიგანტების საუკუნე ბრძენი ხალხი დასახლებულია და რო გადახედავთ 2500 წლის უკან ხალხი რაზე ფიქრობდა გადასარევი არაფერი არ აქვს არც ტელევიზია არც ინტერნეტი არც წიგნები იმდენი რამდენი დღეს ბიბლიოთეკი გამოჭედილია სოფლიოს ბიბლიოთეკები წიგნებით წიგნის ბეჭვის პრობლემა არ არის ყოველ დღე გამოდის პურივი და ხაჭაპურები გონი პური არ ცხება იმდენი რაოდენობით რაც წიგნები იბეჭდება ხო ყველანაირი დარგის წიგნები მაღაზიებში არიგებენ ბიბლიოთეკებში აგერ ინტერნეტში გამოდის და გიკითხავს სხვა შენ არ კითხულობ თქვენ წარმომიდგენთ ბეყე პლანეტაზე ცხოვრობთ აი არავინ არ აი დავიცი აი ეს რა ცხოვრება არის ცხოვრობენ ინსტინქტებით იკმაყოფილებენ მხოლოდ
სამყარო აღიქმება გრძნობებით, რეცეპტორებით, ყნოსვით, შეხებით, თვალით და ყურით, გადასარევია პირდაპირ. და სად არის ბრძენი ხალხი? მე ბრძენი მარტო აგერ ისტორიული მეებით, წყაროებით თუ ვეცრობით და ხანდახან ვფიქრობ, ხარ გვატყუებენ, ნამდვილად იყო ეს ხალხი? აი, ნამდვილად იყო ის ხალხი? აი, მე-15 საუკუნეში, მე-17 საუკუნეში და რაზე ფიქრობდნენ? რომ ეს ვიგინდარა პლანეტას ასე ცხოველივით ეცხოვრა? იმათ ხო ასეთი კომფორტში არ უცხოვრია არავის. პლატონი მონად გაიყიდა, ჩემო კარგებო, მონად გაყიდა დიონისე სირაკუზელმა, დებილმა იმან გამიგეთ, აი სხვა საჩუქა და მე მეგობრებმა გამოისყიდეს. პლატონი, რომელიც შთამომავლობით იყო არისტოკრატიული გვარის და საერთოდ ვერ იტანდა დემოკრატიას რა, იმიტომ რომ ჯერ ერთი ამ დემოკრატიულმა შეეწირა, აი ბრბოთა განაჩენ შეეწირა სოკრატე. რომელიც მისი უსაყვარლესი მასწავლებელი იყო 20 წლის ასაკში, რომ გაიცნო 8 წელიწადი არ მოშორებია მას 28 წლის ასაკში პლატონი ესწრება იმას, რომ სასამართლომ სიკვდილით მიუსაჯეს მის მასწავლებლეს სოკრატეს. რომელიც იდეები მთელი შემოქმედების მასზე მისი იდეების განვრცობა არის მისი ფილოსოფია. მასწავლებლების იდეის არ წერდა არაფერს. იმიტომ რომ წერილობითი ფორმა სოკრატე იძაღა თვით პლატონიც მე აღარ წერდა აღარაფერს, მოწაფეებმა ჩაიწერეს. ხო, ჩვენამდე მოაღწია 34-მა დიალოგმა, ხო? 34 არის, იქ მე კიდე ბოლო იმაში უკვე ასაკში ეტყობა უკვე სოკრატე როგორც მთავარი მოქმედი დიალოგის პერსონაჟი აღარ ფიგურირებს და უცნაური და 13 წერილმაც მოაღწია, უცნაური ის არის რა ამ კაცს როგორ და ბოლოს საერთოდ აღარ წერს. და სარი იცით ეს მაგიდაზე გარდაიცვალა ქორწილში რა. მას არ ყოლია ცოლში კანონიერი იმით და ლეგენდა და ისინი მოგვითხრობს რომ შეიძლება ყავდა შვილები, მაგრამ აი ესეთი კანონით, ესე ათენის კანონით, ხო, ათენის მოქალაქე ცნობდა შვილს მხოლოდ კანონის ფარგლებში და იმის გარეშე ათენის მოქალაქე არ იყავი, ხო, კანონის ფარგლებში. და სოკრატეც ამას იძახის არგუმენტებს რომ ამტკიცებს სად გავიპარო, როგორ გავიპარო, კანონს როგორ ვაყავთო, ამ კანონით დედა და მამა გამაჩინა, ამ თუ არა და მე არ ვიქნებოდი ათენის მოქალაქე და ხალხს იქით ლექციებს უტარებს რომ არ შეშფოთდეთ, ნუ ღელავთ, სული უკვდავია. და 4 არგუმენტი აქვს ფილოსოფიური, რელიგიური არა იმ ლოგში რომელსაც ფედონი ქვია. და ძალიან საინტერესო არგუმენტებია. 4 არგუმენტით ამტკიცებს სულის უკვდავებას. როგორც გითხარით, ფილოსოფიური არგუმენტია ეს. 100%-იანი არგუმენტები არ არის. დღევანდელი გადასახედიდან რო უყურებთ, 100%-იანი არ არის. მაგრამ საინტერესოა როგორც აზროვნებისა და ლოგიკით იმით რომ მიუდგეთ ამ საკითხს. და ლამაზი ის არის ამბავი, ძალიან ლამაზი რა. აი ამას უსმენს ხალხი და ჩვენამდე მოაღწია ამან მისი მოწაფეც იქ იყო არმოშორებია პლატონი. რომელიც სანამ ეს მოვიდოდა პლატონი მასთან მოწაფეთ, ესე გადმოგცემს ჩვენამდე მოღწეული ამბები ამ პლატონის ცხოვრებისა და სოკრატეს ურთიერთობის შესახებ, რომ გაიღო რაღაც და შემოდის მაშინ 20 წლის პლატონი სოკრატეს წინადღის სიზმარი ნახა. მუხლებში გედი, თეთრი გედი რო უზის. და პლატონი შემოვიდა თუ ისთან საუბრობდა თქვა, აი ეს არის ჩემი ის, ვინც მე ისტორიაში გამიყვანსო. და როგორც ორაკული და წინასწარმეტყვი მართლა შესრულდა. პლატონმა მთელი დიალოგების მთავარ პერსონაჟად თავისი მასწავლებელი უკვდავყო სად მისი იდეებია და სად პლატონის ეს არავინ არ იცის თავპირსიმტრეველი მეცნიერები დღეს პლატონის არის აზრი, სად იწყება პლატონი, სად თავდება პლატონი ან სოკრატე რა არის, არავინ არ იცის ეს კვლევაძიებები რომ იმდეს და ერთობ საინტერესოა, ხო? ესე იგი, აი ეს პიროვნება სოკრატე იმდენად საინტერესო იყო თავისი დროის ათენისათვის, რომ მას ხომ მაგალითად მისი მოწაფე იყო ევკლიდეც, ხო? მისი მოწაფე იყო დიოგენე, გამიგეთ, რომელიც მე ცინიკოსობის სახელით შემოდის და ცინიზმი მანდედან არის. პლატონს ხო ყავდა სოკრატეს უამრავი მოწაფეები და ყველაზე მეტად აი ამ მოწაფემ პლატონმა გაუთქვა სახელი და ჩვენამდე ასე შემოვიდა კაცი, რომელსაც არაფერი არ დაუწერია და იმიტომ რომ ცოცხალ საუბარში რაღაც გამოსწორება შეიძლება, ცოცხალ საუბარში ადამიანი რო გისმენს კითხვებს უსმენს, ეს რო ჩაიწერება შეზღუდულია და ბევრ რამე იკარგება და დაწერის დროს ადამიანები სხვადასხვანაირად აღიქვამენ დაწერილს, ინტერპრეტაცია, შენ ესე გაიგებ, ის ისე გაიგებს და დაბნევაკ და ცოცხალ საუბარში ნახეთ როგორი ის აქვს წმენა ადამიანს, რომ ადამიანი ეს რატო არ დაფუძნდა იქიდან მოყოლებული დღემდე.
ხო, ყველაფერი ახლა ხო წიგნებში არის გადატანილი და წერილობითი ფორმით არის საუბარი. ხო, გვესაუბრება წერილობითი ფორმით ვიღაც ავტორი, ხო? და გველაპარაკება. ჩვენ ამას რო ვკითხულობ, ჩვენეული ინტერპრეტაციით დააღვიქვამთ და მეორე რო წაიკითხა თავის ინტერპრეტაციით, როცა ხვდებით ერთმანეთს ვეკამათებით. ხო, მე ესე გავიგე, შენ ისე გაიგე და არის ჭხუბი. ხო? ხედავთ რაღაცა საინტერესო ამბობს სოკრატეს, მაგრამ აბსოლუტური კატეგორიაში ვერ მოვაქცევ ამას. ამას უბრალოდ ბიბლიური იმის თანახმად ცოდვადაცემულ ადამიანს ჭირდება ეს ჩაიწეროს, თორე ისე რაც დრო გაიწელება, ცოდვა უფრო ფართოდ მოდის და ჩვენ სულ დებილები ვიქნებოდით. ჯერ ეხლა რო უცებ გაქრეს წიგნები, ჩვენ წინ დებილები ვიქნებით. სოკრატემ არ იცოდა ადამიანის წარმოშობა ბიბლიიდან და შესაბამისად სოკრატემაც, ხო, არც პლატონმა, არც სოკრატემ არ იცოდა ეგ რომ ეს ცოდვის შედეგია და არა ის რომ იდეათა სამყაროდან მოხდა თანდათანობით ადამიანის იქითა ცხოვრებაში, როცა ეს იცროყვება პლატონე ერას შესახებ სახელმწიფოში, ეს როგორ ეს წილისყრა როგორ ხდებოდა და ვინ რას აიტაცებდა, ერთმა აიღო სიმშვენიერე, მეორემ რაღაც და ასე აღმოჩნდა ადამიანი, თქვათ, აი ამ ფენომენში, რომელსაც სამყაროს გრძნობათა სამყარო ქვია და ეს გრძნობათა სამყარო ისეთი რეალური არ არის, როგორც მისი იდეათა სამყარო. აზრების სამყარო რა, იდეათა, რომელიც მარადიულია უკტავია და აი ეს იდოსები, აი ეს ამოძრავებს ის მარადიულით ამ ხილულ სამყაროს, მოძრავ სამყაროს. ძალიან ლამაზი თეორია, მაგრამ პარალელებით ბიბლია ვინც იცის, იტყვის ამ კაცმა ბიბლია წაიკითხა და ეს დაამახინჯა თუ რა არის? არ წავკითხე არაფერი ამას, არა. მან სიცილიაზე, იტალიაში მოგზაურობ, მანამდე ეგვიპტეში და არ ვიცით რა, როგორ საიდან აიღო ეს მთელი რიგი რაღაცები, მაგრამ აშკარად არის რომ ბერძნულ იმაში პითაგორას გავლენა ძალიან ძლიერი არის. პითაგორა, აი სინთეზერება მოახდინა პითაგორასი და მანამდე დაპირისპირება რო იყო, თქვათ, ჰერაკლიტე პარმენიდეს შეხედულება. ეს სინთეზერება ისევე მოახდინა ანტიკურ სამყაროში და მე ამას აგრძელებს არისტოტელე. ისე მოახდინა, როგორც კანტმა მოახდინა მე ემპირიისა და რაციონალიზმის სინთეზირება თავის ნაშრომში, წმინდა გონების კრიტიკაში. თორე ისე უპირისპირებოდნენ ერთი მეორეს, ხო? და აი ამ თემებს, როცა ისინი იხილავდნენ და ჩვენ კიდე კაი წერილობითი ფორმატი ჩვენამდე მოაღწია, თორე რა გვეშველებოდა ვიქნებოდით დებილები. პირადად თქვენი არ ვიცი რომ მე ვიქნებოდი დებილი, რომ არ გავცნობოდი აი ჩემამდე 2500 წლის უკან ადამიანები რაზე ფიქრობდნენ. რათა მეც მეფიქრა ისეთ საკითხებს და არ ყოფილიყავი დაკავებული კუჭის საკითხებით, გამიგეთ? და დღეს კაცობრიობის 3/4-ზე მეტი, ეს ძალიან ცოტა ციფრია კიდე, კუჭით არის დაკავებული. აი ხორცების გახარებით. ძირითადად იმყოფება იმ პირველ გრძნობად სტადიაზე, რომელსაც ახასიათებს სული 3 კატეგორიად ყოფს პლატონი და მე აქეთ მე-19 საუკუნეში დანიელი ფილოსოფოსი კირკეგორი რო ახასიათებს ადამიანის 3 კატეგორიას დაყოფს 3 კატეგორია. ერთი კატეგორია არის ესთეტიკური სფეროში, მეორე ეთიკაში, მესამე რელიგიაში და მესამე სტადია უფრო მაღალია, ადამიანის განვითარების 3 ეტაპი. და უდიდესი უმრავლესობა დღეს, უდიდესი უმრავლესობა პლანეტის მოსახლეობისა არის აი პირველ სტადიაზე, კირკეგორის სიტყვებით, რომელსაც ქვია ესთეტიკური სტადია, ბერძნული სიტყვა, გრძნობით რო დადიხარ ცხოვრებაში და ინტელექტი ემსახურება ამ გრძნობას. ხო და ხო არის მართლა ესე? და გონიათ, აი ეს ხალხი რატო ფიქრობდა ამ საკითხზე და მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ადამიანები მაინც გააჩინა, რომ ჩვენ თლად არ გამოთაყვანებულიყავით, მით უმეტეს ცოდვილი ადამიანი, დაბნელებული გონება აქვს და როგორ გამოვიდე ამ დაბნელებულობიდან და უფრო მეტად მადლობა ღმერთს, რომ ავტორი არის საღვთო წერილისა. ღმერთი ნახეთ, წერილობითი ფორმა ღმერთმა დაუშვა. ასე რომ ვერ დავეთანხმები სოკრატეს, რომ წერილობითი ფორმის, რასაც ლაპარაკობს ის შეიძლება მისთვის მისაღები იყო, თან ის ეძებდა სიბრძნეს და რა უნდა დაეწერა. ხო, და ცოცხალი საუბარი სხვა რამეა, იქვე გამოასწორებ თუ რაღაცა არის, ადამიანს აგებინებ, იმიტომ რომ მისი თეორიით, რასაც იცავდა სწორი იყო, იმიტომ რომ იგი ადარებდა თავის თავს დედამის და მამამისი ქვისფრთელი მოქანდაკე იყო და ეგეც იძახის რომ ადამიანს და ბებია ქალს დედამისი, აი როგორც დედა ჩემიო და მამა ჩემი ისე ვიქცევი მე ადამიანს მე გამოთლის სულს და ვაბადებინებ უწყობ ხელს კითხვები დავსვა და ადამიანში ეს ცოდნა დაიბადოს, მოიგონოს, იმიტომ რომ ადამიანს ცოდნა აქვს,
ანამნეზისის თეორია პლატონის იმაში, შემეცნების თეორია, მისი არის ანამნეზის თეორია, მოგონების თეორია, რომ შენ ცოდნა გაქვს და საჭირო არის კითხვები სწორად დაისვას, რომ შენ თვითონ მიაგნო ამ ცოდნას და მე გეხმარები. მე ბებია ქალი ვარ, შენი სულის დაბადებისა. სული უნდა დაიბადოს. მიაქცევთ ყურადღებას სახარებაში დაბადებაზე რა არის ნათქვამი. მე აი მას რო წაიკითხავს ადამიანი, რომელიმე ადამიანი აუცილებლად შეიძლება შეცდეს და აღთქმაში პავლეს წერილებში თქვას, რომ პავლეს წერილები ეს არის პლატონის გამეორება. სხვათა შორის ბევრი იძახის ამას. და ცდუნდება, რომ პავლე განათლებული კაცი იყო, პირველ საუკუნეში პლატონი წაკითხული ქონდა, აგერ ის უფრო ახლოს იყო პლატონთან, ვიდრე ჩვენ, ხო? აგერ მე თუ მაქვს წაკითხული ამ 21 საუკუნეში და თითქმის ყველა დიალოგს ვიცნობ, ხო? და მეხსიერება შემორჩენილი აქვს. ეხლა მით უმეტეს პავლე განათლებული იყო, ძველი ბერძნული ისე იცოდა, რომ მაგასაც ჩვენ ვერ მივალთ, ლათინური იცოდა, ეს სახელმწიფო ენები იყო ორი და თავისი მშობლიური ენა ივრიტი წინვალეთ იცოდა, ესე იგი ძველ აღთქმასაც კითხულობს. ხო, პავლე და წარმოიდგენი ახლა იცნობს რომაულ და ბერძნულ პოეტებსა და ფილოსოფოსებს. და ბუნებრივია, როდესაც აიგითხავ, თამამად ისე ახლო არის კორინთელთა წერილში ჩაწერილი აღდგომის შესახებ რო წერია გახსოვთ, ცნობილი მე-15 თამამაციანასაც წავიკითხეთ, რომ იტყვი, რომ ეს პლატონიდან ხო არ არის მოპარულიო. და სხვათა შორის ბევრი შეცდა. და ბევრი მოაზროვნეები, ათეისტები, ჰუმანისტები, როცა იხილავენ რელიგიის ისტორიას, ან ფილოსოფიის ისტორიას, იქვე მოიხსენებენ ახალ აღთქმას და პავლემ პლატონის ფილოსოფიის გავლენით დაწერა წერილებიო. ხვდებით, თუ შეგხვდათ ესეთი რამე, ჩათვალეთ, რომ შეცდომა არის ეგა. ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები. იმიტომ რომ შემიძლია დავაპირისპირო ფილოსოფია ანტიკური იგივე პლატონისა ბიბლიასთან და ვაჩვენო, რომ პირიქით ეს არის ბიბლიის დამახინჯებული ვარიანტი, იმიტომ რომ ბიბლია პლატონს არ აქვს წაკითხული და იმის გამო რომ ეს ღმერთით გაჩენილია, ღმერთის გაჩენილი ადამიანი ატარებს სახესა და მსგავსებას ღმერთისას და ისეთ რამეებს იძახის, რომელიც ღმერთის გონებაში წიგნში ბიბლიაში არის და აი ეს ვერ მოაწესრიგა. ამიტომ პლატონის წაკითხვით არ შეიძლება თქვენ მორწმუნე გახდეთ. თუ იქნებით მორწმუნე, იქნებით ფილოსოფიური მორწმუნე და თუ ღმერთზე იქნება ლაპარაკი, იქნება აბსტრაქტულ ღმერთზე ლაპარაკი, თვისების არ მატარებელზე და რაღაცა გონება, აბსოლუტური გონება. სწორედ აი ამ გზას დაადგა დაკვირთ აი ამ აზრმა იარა მთელი მსოფლიოს ისტორიის მანძილზე და აი ეს დაეჯახა ბიბლიურ ნაწარმოებს და ფილოსოფოსები აღდგილი ამით ეტაკნენ ბიბლიას და გვერდზე გაწიეს და რწმენა დაიტოვეს ფილოსოფიური. და ყველა იძახის, რომ მორწმუნე ვარ. აი განათლებული ხალხი თუ იტყვის იდეალისტები. და სწორედ აი ეს არის ფილოსოფიაში ფილოსოფიური ღმერთის რწმენა, უთვისოფო, უპიროვნო. გამონაკლისი არის ბლეს პასკალი. და მე არ ვიცი სხვა, რასაც ვიცნობ მე მოწყოლებული თალესიდან თითქმის ყველა ფილოსოფიის გვარი და სახელი ვიცი და დაბადების წელი თითქმის. აი რომ მომიწყოთ რაღაცა დაკითხვა, ხო? რაც ჩვენამდეა. ესე იგი მე ფილოსოფოსი სხვა არ ვიცი. თუნდაც თეოლოგიური საკითხებში გარკვეული მოყოლებული მეორე საუკუნიდან. აი ისენიც ძალიან ბევრი იესო ქრისტეს როგორც პიროვნებას არ მიიჩნევენ. და ეს ბრძოლა მიდიოდა ხო მისი ბუნების შესახებ, მონოფიზიტობა, დიოფიზიტობა. აი აზროვნების ისტორიაში იდეალისტები გაყვნენ სამყაროს იდეალისტურ ახმაგაგებას და მორწმუნედ ჩაითვალენ და მატერიალისტებმა უარყვეს ეს და ეს ორი ხაზი მოდის ბიბლიაში, ეს ორი ხაზია აბელი და კაინი. ხოლო ამის ტრანსფორმირებული სახით მოცემული არის შემეცნების ისტორიაში, ესე იგი ფილოსოფოსები, იდეალისტები და ფილოსოფოსები, მატერიალისტები. ცხოვრებასაც ასე აწყობენ. საფუძვლად იდეალიზმი უდევს ევროპულ ჰუმანიზმს, ვიდრე დღემდე, დღეს სხვანაირი არის, სანამ არ მოხდებოდა სინთეზი მატერიის და იდეალიზმის და არ მოხდებოდა მატერიალიზმის დომინანტობა, რასაც დღეს ვხედავთ, სრულიად სამყარო ჩვენ მატერიალიზმში ვიმყოფებით. იდეალიზმი უკვე ეს რაღაცა პოეზია არის. დღევანდელი ევროპა ძალიან მატერიალისტურია. აი რიგითი ადამიანი გააჩერეთ. მატერიალურად ცხოვრობს, სიხარბით არის შეპყრობილი და აჩანაგებს ყველაფერს. ჩვენ ამ სოფლიოში ვცხოვრობთ ახლა. აი დღევანდელი აწმყო. და იდეალიზმი საერთოდ არის ზღაპარები. არა და ადრე იგულისხმება დაახლოებით სამყარო 2 რო იყო გაყოფილი, ცივი ომი მიდიოდა
არის ბანაკი მატერიალისტების და ამის თავკაცი საბჭოთა კავშირი იყო რუსების ხელმძღვანელობით და იქით დასავლეთში იდეალიზმი, ცნობილი ჰეგელის იდეალიზმი და ასევე საბჭოთა კავშირში ფილოსოფიის ისტორია დაყოფილი იყო ასე: იდეალისტები, მატერიალისტები. მატერიალისტები ჩვენი გოგონები არიან, იდეალისტები ბურჟუები არიან. ამიტომ იდეალისტური შეხედულებით სამყარო არის ქალაქი ფრანგული სიტყვით ბურჟუა და იდეალისტები არიან მდიდრები და მატერიალისტები არა. არა და პირიქით მოხდა. აი ახლა ჩვენ ისეთში ვართ ეპოქაში, ეპოქის იმ მონაკვეთში 21 საუკუნის 2023 წელი რო ქვია რომ აბსოლუტურად დომინანტი არის ცხოვრების მატერიალიზმი. და რელიგია არ გავს იმ წარმოდგენებს ანტიკურ სამყაროში რო იყო მიდიოდნენ სადღაც ერთი თვით რაღაცა რელიგიური ისენი იყო მისტერიები, იქ აპოლონს განადიდებდა მთელი რიგი. იგივე სოკრატეს კი ხომ არ გონიათ ღმერთის გაგება ისეთი ქონდა როგორც ბიბლიაშია. არა, უბრალოდ უამრავი ღმერთების ჯაღაჯუგი დაიყვანა ვითომერზე, მაგრამ ბოლომდე მაინც ის ბოლოს აპოლონის რაღაცა ღმერთი აპოლონის ქებადიდებას ეწეოდა. ამ დროს ეს ხომ ეს ადამიანის მოგონია რომელი აპოლონი და რომელი ზევსი და რომელი რაღაც სისულელეები, ხო? ხო, ამ ხრივ ახლა საქართველოშიდაც ლიბერალები, მატერიალისტები კი არ არის, მაგალითად ლევან ბერძენიშვილი არ არის მატერიალისტი, რო გითხო, არის იდეალისტი. და ამიტომ იდეალისტი რომ არის ეს ხალხი მატერიალიზმი ეზიზღებათ. ამ დროს ცხოვრობენ მატერიალისტურად და მოდით გულწრფელი ვიყოთ, აზროვნებენ მატერიალისტურად და რაში ჭირდებათ ერთ მოსაჩვენებელი სიტყვა მე იდეალისტი ვარ. ამაღლებული და აი პოეზია, ლიტერატურა, სულიერება და ლიტერატურა თურმე სულზე ზრუნვა არის. პლატონს არ უთქვია რომ პოეზია, მხატვრობა და ლიტერატურა ხელს უწყობს ჩვენი სულის განვითარებას. მან სახელმწიფოთან ეს ხალხი განდევნა. იმიტომ რომ ეს არის მიბაძვა და ჭეშმარიტების დამახინჯებსო, ხო? აქ რა თქმა უნდა შეიძლება მე კი არა ბევრი არ დაეთანხმოს ამას. მოდით რა ვაბადოოთ პლატონს მთელი რიგი რაღაცეები, ისეთ საუკუნეში იყო დაბადებული, რომ ხელთ არ ქონდა ისეთი რაღაცეები მას როგორც ახლა ჩვენ აგვაქვს, ხო? ხო, აი ყუმეთში იყო, ხო, ყუმეთი საბჭოური გაგებით. ბნელი ეპოქა იყო, ბნელი. იმ ბნელ ეპოქაში ასეთი ნათელი გონება იყო და ამ ნათელ ეპოქაში ასეთი სიბნელე რატომ არის ინტელექტუალური თვალსაზრისით, ხო? და რაც დრო გადის, აგერ ინტერნეტმა ხო წარმოაჩინა, რომ სოფლიო ინტელექტუალურად ძალიან გაღარიბებული და ძალიან გამოთაყვანებული არის. აი ინტერნეტი რო არ ყოფილიყო, მე ილუზიაში ვიქნებოდი, რომ სოფლიოში გრიალებს სიბრძნე. ჯერ მარტო სახელმწიფო სათავეებში თითქმის ყველგან დებილები არიან. აი თითქმის ყველგან საფრანგეთის პრეზიდენტი, ამერიკის ეს სახელმწიფოები, აგერ ევროპის წამყვანი ისინი თქვათ დემოკრატიულად არჩეული პრემიერ-მინისტრები სუფთად პლატონისებური გაგებით ხორცელი ადამიანები არიან. მშვენიერი ადამიანები არიან. რა ჭამონ, რა სვან, რა ჩაიცვან და აიმით არის ჯოგის მიერ ბრბოს არჩეული ის არის. დემოკრატია ხო ბრბოთა ბატონობა არის, ნახირის. და ეს მაგრად იცოდა პლატონმა თავის სახელმწიფოში ისე გაანალიზეს და უკავშირა სწორედ სახელმწიფო როგორც სხეული და ადამიანები როგორც სული. და არჩევს ამას. ასეთი ალეგორიული დატვირთვაც აქვს ამას მარტო მშრალი პოლიტიკური ტრაქტატი კი არ არის. ხო? და მისთვის პოლისი იყო ქალაქი, რომლის მაცხოვრებლები არ უნდა აღემატებოდა 50,000 მაქსიმუმს. 5,000-დან 50,000. აი უკვე ასეთი ქალაქი პოლისები ძალიან საინტერესო. დღეს ახლა მეგაპოლისებში ნახეთ რა ხდება. ეს არის ბარდაკი. ვიხარია რომ გახდა 5 მილიონი, 10 მილიონი, 6 მილიონი ქალაქები. გადაჭედილი აი ნიუ-იორკი, მოსკოვი, თვით თბილისი. თბილისი რომლის ტერიტორია, ქალაქის ტერიტორია ვერ იტევს 1,500,000. მისი ტერიტორია ისეა შემოსაზღვრული, რომ მან უნდა ცხოვრობდეს მაქსიმუმ 300,000 კაცი. მაგრამ პლატონის გაგებით ესეც მეტია. 300,000 ძალიან ბევრია. და მართლაც ხა რო დავფიქრდეთ, სად ქალაქი 50,000 კაცით დასახლებული და სად ქალაქი 20 მილიონით. 22 აი ჩინური ქალაქები გადაჭედილია. ხო, შანხაი, პეკინი ძალიან ბევრი ქალაქი 20 მილიონს აჭარბებს ჩინეთში. და აღარაფერს აღარ ვამბობ მე მეხიკო, ტოკიო, ნიუ-იორკი, ლონდონი, არაფერს არ ვლაპარაკობ. აი ამან რა მოგცა? თავმოყრილია მოსახლეობის 8 მილიარდი მოსახლეობის მთელი ეს მოსახლეობა თავმოყრილი ადამიანებისა
ქალაქებში, კონცენტრირებულია დიდ ქალაქებში და ადგილები არის ცარიელი. მაგალითად, რუსეთის ტერიტორია 17 მილიონ კვადრატულს აჭარბებს და მოსახლეობა არის 155 მილიონი, რომლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თავმოყრილია რამოდენიმე ქალაქში: მოსკოვი, პეტერბურგი, როსტოვი და ამ შემდეგ. და მთლიანად ტერიტორია არის ცარიელი. აი ეს რა არის ამიხსენით? ეს იმის ბრალია მეგობრებო, რომ 21 საუკუნეში რო ვტრაბახობთ, განათლებულები ვართ, ესა ვართ, ისა ვართ. იცი რა არის? განათლებულები კი არა ვართ, ინფორმირებული ვართ სხვა განათლებული ადამიანების მიერ, რომლებიც ჩვენამდე იყო. და სასწავლებელში კი არ ვსწავლობთ, ინფორმაციას ვიღებთ. ფილოსოფიის ფაკულტეტი და მე ფილოლოგიის ფაკულტეტზე შევალთ ჩვენ ქართველები ფილოლოგიის ფაკულტეტზე და ჯახირით ლათინური იქნება თუ ბერძნული და მე ამით ტრაბახობთ და განათლებული ვართ. განათლებული კი არა ვართ, ინფორმირებული ვართ და შინაგანად გაუნათლებელი და ბნელები ვართ. ამის აღიარება არავის არ უთხრა. იმიტომ რომ 21 საუკუნეა, რა დროს ეს არის, აგერ ყალბი სიყვარულია მსოფლიოში, ვეხმარებით ამას, ვეხმარებით იმას, უკრაინას ვეხმარებით და რუსეთი დაახჩოს, ხო, იმიტომ რომ რუსეთი ჩამოვწერეთ. რუსეთსაც ვეხმარებით ვყიდულობთ იქიდან მთელი რიგ რაღაცებს, ევროპელები, ქართველები, იყიდეს, იმასაც ვეხმარებით ჩვენ. ესე იგი, სამხედრო თვალსაზრისით უკრაინას ეხმარებით, სავაჭროს იმით ეხმარებით რუსეთს, ხო? ასაღებინებთ იმას, ევროპელები გაზ, ხო? არაფერი არ შეწყვეტილა. აგერ ქართველებმა ვარი თქვენს რუსულ გაზზე, რუსულ ხორბალზე, რუსულ რა არ იცით რომ რუსეთი გაჭმევთ? თუ თქვენ მოყავთ აბულულეთ ისა რა ქვია, ჰოპუნას ძახილით მოკლედ ყელი ჩაი იმას აკრედით გაიხმეთ. ჰოპუნას ძახილი არის საქართველოში? გინახიათ ხალხი დაკაპიცებული მკლავები, თოხი, ბარი, ტრაქტორი გუგუნებს, კომბაინი გუგუნებს და მოვიდა ისეთი მოსავალი რომ ჩვენ ხო ვართ დღეში 8 ჯერ მჭამელი ხალხი და სოფლიოც მოკლედ დავაპურეთ. არის ასეთი რამე? არა, მარტო დემონსტრირება არის ინტერნეტში, რა ღორები ვართ. დავიჭერთ 3 ლიტრიან ბანკას და ვსვამთ და უყურებთ და ბრავოს უძახით. სუფრაზე კოშკები არის თეფშების, ხო? აი დაყრილი და გამძღარი ხალხი წამოხდებოდა ბუქნაობს და რამოდენიმე ზის და ბღავის სამშობლო რა კარგია, საჭმელი რა გემრიელია, თქვენ გენაცვალეთ ქართველობა და რა გენი გვაქვს ამისთანა, არის მაგარი დიპლიპიტო. დიპლიპიტოს გარეშე სუფრა არ არის. და როგორი ილუზია რომ განათლებული ვართ რა. სად არის განათლება? არ გადამრიოთ. მე რა მორწმუნეები ვართ? ხო, მორწმუნე საქართველოსა მსოფლიოში არც შეედაროთ ამას. გერმანელებო, ფრანგებო, თქვენ გასაწყვეტლებო თქვენ, აჰა, თქვენ მარტო ხორცელი ხალხი ხართ და ჩვენი სულია. შევეერთოთ ქართული სული და ევროპული ჭამასმა. ხო და ამიტომ იცით რა არის მეკუთვნის, მე სულიერი ვარ. შენ უსულო ხარ. ამიტომ ჩემ სულს ჭირდება შენი მატერიალური დოვლათი. ასე ხო ფიქრობს ბევრი ქართველი. და ამიტომ ამართლებს მოვიპარო, მაგრამ შენ მატერიალისტი ხარ. მე აგერ სულიერი ვარ. ხატებით დავდივარ, სანთლებით დავდივარ, მღვდლები ხო ყვა. მღვდელი საერთოდ დაწובה კაცი და სიზმარში მღვდელს ხედავს და ეჩვენება რომ ღმერთი ნახა. ისეა გამოთაყვანებული ხალხი, რატო იმათა მოსახლეობაში მუცლით მეზღაპრეებმა? იმიტომ რომ 24 საათი სულ მღვდელს უყურებ, დაგესიზმები, მაგრამ და ეს შავი აღბეჭდილი ცნობიერებაში თეთრად გეჩვენება და გამოდიხარ მე დაიძახი ხილვები მაქვს. მარიამის, იქით ქრისტესი და ვართ და სომნაბულიზმით დაავადებული ერი. გადასარევია რა. ხო ვართ პროგრესულები? არა მეგობრებო, არა. ჩვენ განათლებულები არ ვართ. სოფლიოში განათლებულობა მასიური აღარ არის. და საერთოდ ინტელიგენტების დეფიციტი არის. ეს სიტყვა დარჩა სიტყვა ლათინური სიტყვა ინტელიგენცი, გონებით მომუშავე. გონება კიდე რა არის? არ გაგვირკვევია და ტვინია? აი ძველი ხალხის კვლევა თეორიების გარკვეული მოდერნიზაციის მოწმენი ვართ და როგორ გონია რომ ამაგრები ვართ, ამას ვიგონებთ, იმას ყველაფერს საფუძველი ჩაუყარა მეცნიერებასაც, აზროვნებასაც, აი ანტიკურ სამყაროდან იწყება. იქით შორეული იმაში არაფერი არ არის შემორჩენილი და თითქოს ის ცივილიზაცია არ არის. ვერ მივწვდით და სულ რაც უფრო შორს ვიხედებით, უფრო და უფრო მითოლოგიურად აღვიქვამთ ჩვენამდე
ჩვენამდე არსებულ სამყაროს და შესაბამისად ბიბლიაშიდაც რომ გავყვებით, უფრო რეალური არის, თქვათ, ახალი აღთქმის ამბები, უფრო რეალური არის იქით კიდე მე-5 საუკუნე, ძველი წელთა აღწერა, მე-7, თუნდაც მე-11 საუკუნე დავითი, საული, გათხრებმა დაადასტურა, მაგრამ რო გავწვდებით უკვე ნოესთან მივდივარ და ნოეს იქით, ეს ფანტაზია არის, ეს მითოლოგიაა. ესე იგი, ბიბლიაში არის მითოლოგიური ნაწილი და რეალური ნაწილი. ამიტომ ეს დაწერა ადამიანებმა, რომლებიც ერთნი ზღაპრებით იყო დაავადებული და ზღაპრული წარმოდგენები გვაქვს დაბადებიდან მე-11 თავამდე, მე-12 თავამდე, დანარჩენები ცოტა რეალური. აი ასე უყურებს ძალიან ბევრი. და ასე გაყვეს ბიბლია. ძველი აღთქმის ნაწილები მითოლოგიური, რეალური, ხო სად გაიქცევიან იმ რეალობას გათხრებმა დაადასტურა და აღწერილი ის ამბები, რომელიც არის ბიბლიაში მეფეთა წიგნებში, თურმე დაადასტურებულია ისტორიული ამბებია. სად გაიქცევი ახლა რა სიზამ? რა სიტყვი? ხო ყოფილა ხო ნაბუქოდონოსორი, ყოფილა კიროსი, ყოფილა ბატონო დავითი, ეს არ ყოფილა? ხო და ეს ის დავითი რეალური რო არის. რატომ არის თქვათ მითოლოგია მისი თქვათ გოლიათთან შერკინება? ან კიდე რატომ არის ედემის ბაღი მითოლოგია? იმიტომ რომ არიან ადამიანთა კატეგორია, ერთი მითოლოგიას წერს, მითოსით გველაპარაკება, მეორე რეალური რაღაცა მხატვრულ ფორმაში მოგვაწვდის. ბოლომდე მაინც ეს პერსონაჟები მაინც პერსონიფიცირებული არიან ისტორიული გმირები და მაინც ეს ადამიანის შემოქმედება არის ბიბლია, ადამიანის კოლექტივისა. ამიტომ არის წინააღმდეგობა იძახიან მავანი და მავანი. გამიგეთ, ამიტომ არის ბიბლია წინააღმდეგობით სავსეს ებრაელების წიგნია. ხომ არის ქართველები მანდ რო ესეამ და ეძებენ სხვა ბიბლიას, ქართულ ბიბლიას ეძებენ ქართული წმინდანებით. და ასე შეიქმნა საქართველოში ქართული რელიგია, რომლის ფუძეში არის ისტორიის ქებადიდება და მღვდლები მაქებარი და მადიდებელი არიან ისტორიული გმირებისა, რომლებსაც შეხება არც ერთ ქართველს არ აქვს. და აგერ ისტორიული გმირი ყავს გაბარჭყულიში სააკაშვილი, ახლო წარსულის გმირი ფავარ სარდალი, შიშარა, კურდღელი, ხო, ომი წამოიწყო და უკან გამოიქცა ისე რომ რავი შიშით ჰალსუხის ჭამა დაიწყო, გისაგავდა. აი რეალური გმირები. რეალური გმირები მანამდე გამსახურდია, კოსტავა ქუჩაში იქით-აქით დადიოდა ბღავილით. ხო, ბღავილით დადიოდა გაივლიდა ქუჩებში, გამოვიდა დროშების სფრიალით და მერე დათვრა გასკდა, ამანქანა ამოტრიალდა, ქალი დასვარულზე, მოკვდა და იმავე წუთში ხალხი დაჯერდა და რა გმირი დავკარგე, დიდებული ქართველი, ქართველი რუსებისგან გაგვან თავისუფლა, ამ დროს რუსებმა გაანთავისუფლეს აწლიანი პატიმრობიდან. საბჭოთა რუსებმა, საბჭოთა თქვა ხო? მარტო ქართველ რუსმა კი არა, ქართველმაც დაიჭირა. ერთიან ძმურ ოძახში ვიყავით და რას ქვია, ვინმე გამოენთო ამ 77 წელს რო დაადგენა დაიჭირეს, ეს ქართველებმა დაიჭირეს, ქართველმა უშიშროების კომიტეტმა, რომელიც რუსეთის უშიშროების კომიტეტის უმცროსი ძმა იყო, სტაცესხელი, საქართველოში არაკმარეს პატიმრობა და ციმერში გაუშვეს. ამებმა არ დაიჭირეს? ხო და გამოუშვეს ეს გმირი. გამოუშვეს წინ და უკან 2 წელი იარა, წინ და უკან. ამტუტა ყველაფერი და აბღავლა ხალხი დაიჩოქეთ. წინ მიუწოდა ვითარცაყოჩი და ჯოგი მისდებდა. გადაბრუნდა მოკვდა და გმირად დაასვენეს განსაკუთრებულ ადგილზე ღმერთების სავანე რო ქვია, პანთეონი. ყოვლის მომცემლი ღმერთები. და ვერ გავწდეთ პანთეონს. საბურთალოს პანთეონი, დიდუბის პანთეონი, თაწმინდის პანთეონი და ჯოგისთვის ძულები ჩასაყრელი კუკიის სასაფლაო, გლდანის სასაფლაო, მუხიანის, ზღვის და ვისაც ეს არ აქვს სოფელში ცარიელი ადგილები, აბა გაამწესეთ იქი და ჩააგდეთ იქა, ფულს არ მოგთხოვენ არაფერს, ხო? აი ეს მთლიანი ტერიტორია რო სასაფლაოდ იქცა და წმინდანებია დასაფლავებული. ისე მალე ისე მიდის დრო რომ საერთოდ ვერ გაივლით, იმიტომ რომ სუწმინდანების საფლავზე ფეხის დადგმა არ შეიძლება. აი ეს არ არის გამოთაყვანება და ჩვენ ვართ ბრძენი ხალხი. ეს არის ბრძენი კაცო. აი ეს არის განათლებულობა და ჩვენა ვართ განათლებულიერი. და ჩვენა გვყავს განათლებული ხალხი პროფესორები. და ხო თქვეს რომ აი ქართველი მეცნიერები, ხო, ამაცინათ იმ ახალგაზრდამ ხო თქვა რომ არ ვიცი ვერ მიხვდა რომ მე რომელ ეპოქას ვიხილავდი.
და ის რომელი ეპოქას აქებდა საბჭოთა ეპოქა შეაქო რომ საბჭოთა პერიოდის მეცნიერები ყოლია მე საბჭოთა პერიოდის მეცნიერებმა სოფლიოში რა გააკეთა მსორი წინ წაწია რამე რაკეტა მოიგონა ქართველმა ხო საათს აკეთებს ქართველი ჩვენ რა გავაკეთეთ არაფერი გაფინანსებს საბჭოთა კავშირის ცენტრი ფინანსებს ის გიგზავნის გასწავლის ხარისხებსაც ის გაძლევს თქვენ ხო იცით რომ ტექნიკურ საკითხებში და არა მარტო ტექნიკურ საკითხებში საკანდიდატოს დაცვა ადგილზე არ ხდებოდა მოსკოვში უნდა წასულიყავი და εκεί უნდა დაგეცვა საკანდიდატო რუსულ ენაზე არ იყო ასე თუ არ იყო ასე აი ახლა არის ყველა რუსეთს რომ მოწყდა და ყველა პროფესორი როა საქართველოს თქვენ იცით რომ დღეს საქართველოში ყველა პროფესორია თითქმის რა დაწერეს რა ნაშრომებია რა ვიცით ძალიან გაახალგაზრდავდა საქართველოს საპროფესორო მე ლექტორები არის რა ვიცი პურის მცხობელი არ არის იმდენი რამდენიც ლექტორია საქართველოში ჯერ ხო ინსტიტუტი გაჯეჯგელია ლექტორები თუ თქვათ ლიცენზია არ აქვს ლექტორობისა აგერ ბატონო ლიცენზიას გაძლევს ინტერნეტი დააჯექი ბუხართან ჩართე მაგარი რაღაცა შემოიკრიბე შენი ტელევიზორი გაქვს მოყევი ზღაპერი რაჯობია თუ გინდა დავით აღმაშენებლის ეპოქა განიხილე თუ გინდა იმის რელიგია გინდა მოყევი ზღაპრები თქვი რამდენი ხილვები გაქვს დანომრე ხილვები 1 დანომრე ხილვები 2 ყავს მრევლი ხო ნახეთ ქართული საქართველოს ცნობიერება როგორ არის დანაწილებული თურქულად დაფარჩაკებული ფარჩა დანაწევრებული ფარჩაკი სიტყვა თურქული არის მანდრო არის შემოსული და ძალიან ბევრი სიტყვები თურქულია რო იცოდეთ არაბული თურქული რო ტრაბახობთ ამ ქართული და ეხლა ინგლისური სიტყვებითაც რო ყოხტაპრუწაობთ მანდა და დამახინჯებული ინგლისური დისელაპარაკობს არც ქართულად მესმის და არც ინგლისურად და საერთოდ ვერ გვებულობ რას მოდავენ ხო სკურკუვითა თუ რაღაც ჯანდაბა იმას რა ქვია ის რო იძახდა ხაბეიშვილი და ის ინგლისური სიტყვა რო დაამახინჯა და ვერც ზუსტად ვერც ათქვეს ინგლისური ლათინურზე ზის ხო და ლათინურია ბევრი ასე რომ რა განათლებული ერი ვართ და რა ბრძენიერი ვართ ხალხო ავირჩევთ ადამიანს და მერე ვეუნებით ქაჯანასავით წადი 4 წელი ვეღარ ვიცემ და აბა გამოდით აბა აქციებზე ხალხი იცოდეთ ხალხს გამოიყვან ქუჩაში ერთმანეთს საშინებენ ხალხს გამოიყვან ქუჩაში გამოიყვან თორე სულ ყიურ ბიჭებს გამოიყვან რა ბოთე ხალხს ჩამოიყვან სოფლიდან მეაფსმევინებ მათ მურუსთავერზე ააქოთებთ ყველაფერს და მერე ეტყვით ახლა წადით აი რა არის ეს რა საჩვენებელი გამოცნები არის 30 წელიწადია გატკეპნეთ რუსთაველის პროსპექტი აი რა არის ეს ეხლაც ეს ბეყე კაცი ეს ვიღაცა საბჭოთა კურსდამთავრებული სკოლა კურსდამთავრებული კოლაფსი რო ხდებოდა შიბაქიდან გამოდიოდა უკვე შიბაქიდან აკუნიდან შიბაქიდან ეს ხაბეიშვილი ხაბეა თუ ხებე გამიდა აი ეს ეხლა ზის და ეს ბყავის ეხლა ეს გახდა გმირი ხო ჩაანაცვლა ეს მელიამ უდაგრძელიამ ვერაფერი ვერ გააკეთა იმიტომ რომ კუდები დააჭრეს მელიში ნარსი წაართვეს ხო და აგერ ეხლა ხაბე ფორმას ხაბე ქვია ხოლმე და ხაბე ზის ეხლა და იმუქრება დედას გიტირებთო ავაჯაყებთ ქართველ და აი ახლა სწორედ ამას ელოდება სვანეთში რომ ამას გამოყვნენ თბილისში ამას ელოდება კახელები გამწარებული რა არიციან რა რომ დაშლილი ოჯახებია ცოლები გაყრილია შვილები გაყრილია დაფანტულები არიან ოჯახი ოჯახს არ გავს გამიგეთ და ეხლა ამ სულელის გაყევი ეხა და სააკაშვილი გამოუშვათ ვერ გავიგეთ საიდან გამოუშვათ ივარგე შეკაცო ადეკის ციხიდან გაიპარე აგერ მეგობრები სოკრატეს ყავდა და ეუბნებოდნენ წამო გაგაპარებთო და იმან არა კანონს ვერ დავარღვევ არ შეიძლება კანონის დარღვა ესეთი უცნაურია რა აი კრიტონი მაგალითად დიალოგი ამას ეძღვნება სამი რამე რო წაიკითხოთ სოკრატეს აპოლოგია პლატონის პირველი ისა მერე კრიტონი და სულის უკტავების შესახებ ფედონი აი აქ არის დამტკიცებული რატო არ გარების სოკრატე ამ ორ დიალოგში განსაკუთრებით სასამართლო პროცესს გაიცნობით სოკრატეს აპოლოგიაში შემდეგ რატო არ გარების კრიტონში და რატო არ ეშინია თქვათ სიკვდილის ფედონში ქართულად ნათარგმნია მე მგონი სამივე ხოლო ქართულში ძირითადად არ მაქვს წაკითხული ესენი მე რო ითარგმნა მე გადავხედე იმიტომ რომ მე ქართული ისეთი ახლოს არ მიდის ორიგინალთან
ხო, იმიტომ რომ ზარმაცია ქართული თარგმნის და უფრო თავის ფანტაზიას გააქანებს ხო ბაჩანა ბრეგვაძემ ცოტა თავის ქართული ენით გაერთო და დააშორა რა იმ იმებს ჯერ ერთი ქართული ისეთი თანამედროვე ქართული ისეთი მდიდარი არ არის ძველი ქართული კიდე მდიდარი არის და დავიწყებას მიეწია თანამედროვე ქართულით ვერ აღწერ რა იმას რა და ბერძნული ძველი ბერძნული არის უზუსტად სიტყვები მოვლენის ზუსტად აღწერი არის და ყველაფერი რასაც პლატონი ფილოსოფიაში წერს ის სიტყვები აღებული არის ყოველდღიური ცხოვრებიდან ამით სარგებლობს აი ამ სიტყვებით ხო აი სიტყვა კოსმოსი აქედან ყოველდღიური იმიდან არის აღებული იდეა საიდან არის აღებული აი იდოსი და ეს ქართულად არ ითარგმნება განმარტებაა საჭირო ხო და უნდა ჩვენეული შინაარსი რო არ შევიტანოთ იმიტომ რომ იდეა ჩვენ გონია აზრი არა აზრის გაგებით პლატონთან იდეა არის თანხმება ეიდოს არ არის ქართული გაგებით იდეა ეს იდეა აზრის გაგებით დეკარტედან იღებს საფუძველს დეკარტე ვაზრობ მასადამე ვარცებობ ხო აი იდეა დღევანდელი თანამედროვე გაგებით ამას საფუძველი დაუდო სათავე დეკარტემ 1650 წელი ხო მაგ დროს გარდაიცვალა თუ არ ვცდები ხო 51 წლის ასაკში 1599-1650 თუ არ ვცდებით მე გამომიცოლით არ არის პრობლემა კაცო თუ შევცდე ხა მოხდა ადამიანი ვარ ხო თან მეიცით რომ მე არაფერს კონსპექტით არ ვლაპარაკობ და არასოდეს არ ვიმეორებ არაფერს იმდენად ვენდობი იმას რაც ვისწავლე თუ არა და უნდა დავაფიქსო და არ უნდა გავიბერო და მე ჩავიხედავ მე გამეორების თვალსაზრისით თვეში ერთხელ აი ამ ციფრებს გადავხედავ რამე ხო არ დაგავიწყე იმიტომ რომ თავარი ის კი არ არის ზეპირად იცოდეთ ციფრები თავარი არის იდეა რას ატარებ თავარი არის ხარკი მოაზროვნე და ახალი რომელიც ქრისტემ დაგვიდო საფუძვლად ახალი ადამიანი ასე რომ ქრისტეს რო გაეცნობით პლატონის ფილოსოფია ჩემში იცით როგორ გახუნდა გადაძალა ამა და ვერ დავეთანხმები ვერავის რომ პავლემ პლატონის ფილოსოფია შემოიტანა და თურმე წერილებში პლატონის ფილოსოფია არის დედა ეშმაკი რას აკეთებს ისე რა გაგიზდებით რა ამიტომ არის რომ ეს ღმერთზე რო გველაპარაკებიან ეგრეთ წოდებული იდეალისტი მორწმუნეები აგერ პლატონი ბატონო აგერ სოკრატე აგერ დოსტოევსკი დოსტოევსკი თვითონ იყო გაუბედურებული თქვენ დოსტოევსკით აპირებთ მორწმუნე გახდეთ ხო და მაგწმენით საწახვალთ კიდე კაცმა არ იცის ხო არა წმენა ქრისტიანის არის ქრისტეში ჩართული ამიტომ უნდა ვიცოდეთ ქრისტე ვინ არის და ამის შესახებ ვერც ერთი ადამიანი ვერ მოგვიყვება ვერც ერთი ამის შესახებ გველაპარაკება თავად ღმერთი ვინ არის იესო და იესო წარმოადგენს მამას მამა წარმოადგენს ძეს ეს ორი ერთია სულიწმინდა რომელიც ამ სამების ერთ-ერთი სახეა შემდეგ ადგილს იკავებს განხორციელებული ქრისტეს ადგილს და მადლის ეპოქაში ვართ აგერ 2000 წელია და ამ მადლის ეპოქაში დებილების ჩვენა არის ტყუილადებს ეს წიგნი ეს გამოიყენა ბოთემღდლებმა იქით პასტორებმა თეატრალურმა პასტორებმა პროტესტანტიზმში და კათოლიკე რაღაცა ავაზაკებმა მთელი კათოლიკური ისტორია ეს არის სამარცხვინო ისტორია და კიდე კაი რო ეს წიგნი ინდივიდუალურად ჩვენამდე მოვიდა და ახლა შენზეა დამოკიდებული როგორც გაიგებ ისეთი რწმენა გაქვს და ამ შენეული რწმენის გაგებით პასუხს აგებ ამიტომ ჩვენ ქრისტიანები ვინც გაქრისტიანდნენ ამ ფორმით ბიბლიური ფორმა რო ქვია ქრისტეს შეხვდნენ და ამის გაფართოება წავიდა აი ეს ქრისტიანები ერთმანეთს შორის ხდნენ ეკლესია რო ქვია გამოცდილი ქრისტიანი გამოუცნეს უზიარებს და არ ეწინააღმდეგება. ამიტომ ეკლესიაში აუცილებელია ქრისტიანების ერთობლიობა. ეკლესია არის ცოცხალ ადამიანთა ერთობლიობა. მანძეს მნიშვნელობა არ აქვს, მით უმეტეს დღევანდელ იმებში. და ერთმანეთს უზიარებენ. უფრო გამოცდილი, თქვათ, გარკვეული გაგებით ადამიანი უზიარებს მეორეს გამოუცდეს, მაგრამ არაფერი არ უნდა შეთავაზოს თავისი ფანტაზიები. რასაც ადგილებს ახლა დენომინაციებში. ამიტომ თითეული ჩვენთაგანი პასუხს ვაგებთ, როგორი დამოკიდებულება გქონდა ინდივიდუალურად ბიბლიასთან და ვერ გაიმართლებთ თავს, რომ მღვდელთან დავდიოდი, პასტორს უსმენდი. ვერ გაიმართლებთ თავს. წიგნი გვაქვს? გვაქვს ქართულ ენაზე? უწოდებ შენ თავს მორწმუნეს? საფუძვლად რწმენის არა არის. საქართველოს ისტორია, მღვდელი, ხატი, სახელმწიფო რწმენა, რომელიც თანამშრომლობს ამ კაპიტალისტებთან,
დღევანდელი ოფიციალური რელიგიური ორგანიზაცია თქვენ რო დაარქვით ეს საპატრიარქო და მე სხვა რამე დავარქვი და მე უფრო სამატრიარქო არის მან ხალხს მიყავს პარადი ეპიცენტრი ის ხალი არის სირცხვილი ხო და ის არის დიქტატორი ათამაშებს ღდელებს თავის ჭკუაზე და შიოლაშვილი უკან უყავს გამოსმული მით უმეტეს ეხლა და ერთი სული აქვს როდის ჩაძაღლდება და ამას გეტყვიან და გონიათ აი ეს ყველაფერი ერთად აღებული არის ქრისტიანობა როგორ ეკატრებათ იყო ქრისტიანი ამ წიგნთან უნდა გაარკვიო თუ ამ წიგნს არ იცნობთ თქვენ ქრისტიანი არ ხართ საიდან იცი რომ ქრისტიანი ხარ ბავშვობაში მამათმა მოგდელმა რომ მოგონათლათ ქრისტიანი ხართ და რომ მოგონათლათ ეს ნათლობა რა არის რა მისტიკა არის რამე სასწაული ფრთებია გამოგივიდათ და მაშინ მთელი საქართველოს დაფრიალებდებს ახლა გაჯეჯგილი რო არის ეს ტაძრები და 1000 მეზღაპრეები დადიან ქუჩაში გაიხედა ვიღაც სულელი დადეს და იძახის ქრისტევარო იქით რაღაცა სასწაულებია იქით გურიაში უკვე აღარ არის საჭირო არაფერი ყველა სურვილს სასულებს ხატები რომელსაც ჭყაპნის ერთი კაცი და ხატავს და ზის ტელევიზია და გათაყვანებთ ხედავთ საქართველოს ერთი პატარა ქვეყანა როგორი სასაცილო მდგომარეობაში ჩავარდა და ალა როგორ გონიათ ახლა სოფლიო რა ის იმაშია ტრანსცენდენტში არა მეკურა სულიერია ქართველი და ხორცი არ ზრუნავს ხორცი იცი რა დასავლეთით წავედი სულიერი სახორციელო სივრცეში ევროპა რო ქვია და ჩავიცმე შევჭამ ფულს გავაკეთებ და ევროპას დედაცვატი ესენი რა მატერიალისტებია ჩვენ ავართ სულიერი ჩვენ რუსთაველი გვყავს ბოლოს და ბოლოს ჩვენ დავით აღმაშენებელი გვყავს ევროპა რას მიქვია ევროპა ეს ბურო ხორციელი ხალხია და აი რაღაცა გააკეთე ჩვენ ხალხ ხორცზე ხო არ ვიზრუნებდით ჩვენ სულიერი ხალხი ვართ რა ამიტომ ჩვენ ღარიბები კი არა ვართ უბრალოდ ჩვენ შეგნებული ხარ სულზე ვზრუნავთ და ამიტომ ერთ შეხედვით არაფერი არა გვაქვს ამიტომ შენ ხო გაქვს შენ მე მეკუთვნი სულიერი რო ვარ მაღაზიაში შევიდე რაღაცა წამოვიღო ხო მოვიბარო შენ გონია ქურდი ვარ არა მე სულიერი ვარ ჩვენ ხატები ჩვენ ყავს 100,000 მოწამე თქვენ ვინ ჩემ ფეხები გყავთ ევროპელებო რა ჰომოსექსუალისტები ხართ თქვენ ჩვენ კიდე სულიერი ვართ ასე რომ ევროპა ჩვენ გვეკუთვნის ჩვენი სული იყო ევროპაში განფენილი და თქვენ ეს დაივიწყეთ ამიტომ ჩვენ სულზე ზრუნვა არ მივატოვებთ და თქვენი გაგებით ღარიბები ვართ მატერიალურად ხო და გვაქვს უფლება ჩვენ სულიერებმა თქვენი მატერია ავიღოთ და შემოვიტანოთ ჩვენთან ევროპული მატერიალიზმი და სულიერებაზე არც იფიქროთ ევროპელებო ჩვენ ვართ სულიერი აბა ნახეთ რამდენი სასწაულები ხდება საქართველოში ხედავთ რა დონის სულის განკურნება არის და ხორცის განსაკურნება თქვენთან მოვდივართ საფრანგეთში გერმანიაში იმიტომ რომ ჩვენ ხორცი არ გვაინტერესებს ჩვენ სულიერები ვართ ბრძენიერი ვართ მოგვაქციეთ ყური ყურადღება მოგვაქციეთ ყველანაირად ინტერესი საქართველოს იყოს ეს სულიერების ეპიცენტრია ფარველობს მარიამი თქვენ რო არ მიიღეთ წილხედრი ქვეყანა მარიამისა ხედავთ რა ძვლებია ჩვენში გაფანტული რას აღარ ნახავთ აქ კვართიდან დაწყებული ნიფხავპერანგი ყველა წმინდანის ნიფხავპერანგი ჩვენთან არის გაგიჟდებით რა არის რასაც უდავი ხალხის ცოტა ესე ჩემ თავი ცოტა რა ირონიულად არის მასა თქვენ გავგიჟდებით სერიოზულად ამას რო შევხედო იცით ხო იმიტომ რომ ზესახელმწიფოში ვცხოვრობთ ჩვენ ხო ქართველების გარკვეული ნაწილი ამერიკა კანადა ავსტრალია ევროპის ეს ზესახელმწიფოებია არასოდეს არ ვიტყვი რომ 64-ში ვართ ჩვენ და რამდენი ნაკლოვანება აქვს ხო მაგრამ არც იმას არ ვიტყვი რომ აქ სულიერება არ არის და ხორციელება არის და საქართველოს სულიერება არის და მე სულზე მონატრებული ქართული სულით ვარ აქ არ არსებობს სული ქართული ინგლისური ფრანგული ეს რამე არ არსებობს ქრისტეში ყველა დაბადებული ქრისტიანია ეს დაბადება ისე ხდება ადამიანი თვალსაჩინოებით ვერ აღიქვამს და თვითონ უნდა იგრძნოს რომ იგი ახალი ადამიანი ამაში დაიძრა რაღაცა როგორც ახალგაზრდა გათხოვილი ქალი იგრძნობს ფეხმძიმებას როცა აყოფი ფეხს მიარტყავს რა გაინძრევა და გაინძრა ახალი სიცოცხლეა და სხვანაირად არის უკვე
მანამდე ხო იყო ის რა, მაგრამ როგორც კი გაინძრევა, ნაყოფი სიხარულიც მოიმატებს დედაში. ედნერია, ეფერება. აი ასევე უნდა ვიგრძნოთ ჩვენი სულიერი დაბადება ჩვენში, რომელიც ჩემში უკვე ახალი ადამიანი. ეს კი სასწაულია. როგორც ჩვენ ვერ ხედავთ აი ნაყოფს, რომელიც დედის საშოში არის. და რა მოხდა იქ, როგორ ჩაისახა, როგორ გადავიდა ერთი ნივთიერება მეორეში, ხო? ბერძნულად სპერმა ქვია, ქართულად თესლი. არ გეგონოთ ეს სამეურნეო თესლი. ხო, აი უცნაურია და საერთოდ თესლის გარეშე არაფერი არ არის. კურკას ჩააგდებ და უცებ რაღაცა ამოდის. ხორბლის რაღაც მარცვალ ჩადებ დათესავთ და სიმინდი სამი კაკალით ჩადეთ მიწაში. რა ხდება კაცშული მარიცი. ჩვენ ხედავთ ამოჯეჯილდა. ხო და ბალახმარ ვარ მოაშთოს და რაღაცა თოხნით გარკვეულ დრომდე. ფანტასტიკა არის რა. ასევე ადამიანი თესლი გადადის რაღაც გარკვეულ ნიადაგში, ქალის საშო ნიადაგში, ამიტომ იქიდან ახალი ნაყოფი გამოდის. აი სასწაული, დაბადება სასწაულია. ხილულ სამყაროში, გრძნობათა სამყაროში ამ დაბადებას ბიოლოგიური დაბადება რო ქვია, მაგის უკან არ ჩანს სულიერი. სულიერი დაბადება როგორ მოხდება? აი როგორ ხდება სულიერი დაბადება? რასაც იძახის იესო ქრისტე, იმიტომ რომ ადამში ჩვენ ვიბადებით, უკვე ცოდვად დაცემულები და ახლა როგორ დავინახო სულიერი დაბადება. ვერ ხედავ, მაგრამ ვიძახი, დაბადებული ვარ. მე ამის გამოვლენა რა არის? გავიპარჭყო, დორბლები ვყარო, მე ბალაბულა ვილაპარაკო და აგერ არის სულიერად ვლაპარაკობ. ამ დროს სულიერად კი არა, ფიზიკურ ლაპარაკი არის ბერმა ქართულმა. ოკრო-ბოკრო ქართულით ლაპარაკობს, ვერ გაგაგებინებს ვერავის, სიტყვებს ყლაპავენ, გერებს ყლაპავენ, ჭაჭყანობენ და ვერ გაიგებ კამეჩები საიდან უნდა მიუყვათ. ვერ გავიგებთ, აი რო ლაპარაკობს, რა უნდა ბოლო-ბოლო გაგვაგებინე, მოკლედაც შეიძლება, მე გაანავრცე, მე დასკვნე. არა, შენც არ მომიკვდა. და სულიერი დაბადება სარწმუნო არის თუ ეს არის რაღაცა თავის დამამშვიდებელი რაღაცა, ხო? თუ ეს პოეტური მეტაფორა, პოეტური. აი მე სულიერად ავმაღლდი ამას სიტყვის კაცი, რომელსაც ფაშვი აქვს, ხელში 3 ლიტრიანი კათხა უჭირავს, ამას დადებს და მე მთლიან ხაჭაპურს დააყოლებს და მე იტყვის რომ ბოლშევიკებს ვებზოთი. მე მეომარი ვარ, მე გმირი ვარ, დას უწირებ ყველა ჩვენ ქართველები, აგორ, აბა ისტორიაში ნახე რამდენს ვიგერიებდით. ჩვენ, აგორ, ჩვენ არ დავმარცხებულ ვართ. ჩვენ ყველა ომი მოგებული გვაქვს, ჩვენ კრემლი დავამარცხეთ, კრემლმა უკან დაიხია 9 აპრილს. ვერ ხედავდით როგორ მიდიოდა კრემლი უკან ბღავილით. სირცხვილი ჩვენი აზროვნება რა ვიცი შემოკარგებულო ამას რომ ცოტა კრიტიკულად გადახედავთ, გული შეგიწუხდებათ, ხო? ამიტომ საღვთო წერილი ღმერთის ავტორობით, რომელიც ჩვენ წინ არის და რომელსაც ადამიანი რწმენის საკითხებს ამ წიგნიდან არკვევს და თვითონ არის პასუხისმგებელი. ამ მოცემულობაში ვართ. ყველა ადამიანი მსოფლიოში. იმიტომ რომ ეს ყველა ენაზეა ნათარგმნი. მიუხედავად ამისა, მაინც ეროვნული რელიგიის თაყვანისმცემლები არიან ყველა ქვეყანაში. ყველას თავის წარმოდგენა აქვს ქრისტიანობაზე ევროპაში. ამიტომ არის დაყოფილი კათოლიკეს თავის წარმოდგენა აქვს ბიბლიაზე. პროტესტანტს თავის წარმოდგენა, პროტესტანტებში კიდე არის 250-300 შეხედულება ქრისტეზე. აღმოსავლეთს თავის წარმოდგენა აქვს პრავოსლავიე. ხო, სახელმწიფოს განდიდებას რო ეწევა თავიდან ბოლომდე. იქით მუსულმანებს თავის წარმოდგენა აქვს ღმერთზე. ბუდისტებს თავის წარმოდგენა აქვს ღმერთზე. და ვიღაი აფრიკის კონტინენტს თავის წარმოდგენა აქვს ღმერთზე და მიუხედავად ამისა, ამ ყველა ინდივიდუალურ რელიგიურ წარმოდგენებში არის ერთადერთი წიგნი უცვლელი ყველა ენაზე. და ყველა პასუხს აგებს ღმერთთან რო წარდგება თავის რწმენაზე. ყველა პასუხს აგებს. ამიტომ არავის არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული, როცა საკითხი დგას, მორწმუნე ხართ თუ ურწმუნო. და აქვს წიგნი. აი თქვენ შეხვდებით წიგნთან, ამ წიგნი გადაშლით თუ არა პირველივე თავის პირველი წიგნის თავის პირველივე მუხლზეში რომ ჩვენ წინ არსებული სამყარო შექმნილია. ღმერთის მიერ, რომელიც არის პიროვნება. აი მთელი წიგნის მანძილზე გაშლილია მისი თვისებები. სამართლიანობა, სიყვარული, სიკეთე და
ბოლოს ეს გაუბედურებული ადამიანების ისტორია რო არის ერთმანეთს ვერ იტანენ, კლავენ. პირველი მკვლელობა ძმათა მკვლელობა იყო და ომიც ძმათა მკვლელობა ყოფილა. ახლა ძმათა მკვლელობა არის, ხო? რუსეთში და უკრაინაში. აგერ ეს სათავეს იღებს კაინ აბელის ისტორიიდან. ამის მასშტაბია გაზრდილი და გაუცხოება არის. თუ გონიათ რომ ძმები არ არიან რუსები და უკრაინელები ძალიან ცდებით. თუ გონიათ ქართველები და ინგლისელები ძმები არ არიან ძალიან ცდებით. აგერ გვეუბნება ადამიანში ვართ ყველა გაჩენილი. მაგრამ დავშორდით ერთმანეთს, გავუცხოვდით და ისეთი წარმოდგენა გვაქვს რომ მე ვარ მიწიდან ამოსული ქართველი, მიწიდან ამოსული ინგლისელი. ამიტომ ჩვენი ნიადაგი ნაკურთხი და უფრო მაგარი ვართ, ვიდრე ინგლისელი ნაკურთხი არ არის. აბა ინგლისი ბრიტანეთი იმის არის, წილხვედრი ქვეყანა მარიამის? ეს ლაპარაკობთ. ჩვენი ქვეყანა, სოფლიოში ერთადერთი ქვეყანა მარიამის წილხვედრი. ღმერთმა მარიამს დედას ღვთისმშობელს ხუმრობთ, ამხელა სტატუსია. იმას უთხრა, საქართველოს შენ. ხო და რა გვეტყობა ბიჭო? რა გვეტყობა მაგის დედავატირე? აგერ ტერიტორია როგორი იყო ძლივს გავაფართოვეთ და არ ვიცი ის წინაპრები რა წინაპრები იყო, ჩვენ უკანაპრები ვართ. ამ უკანაპრებმა რა ვიცი განადიდეს წინაპრები და საერთოდ არ ვიცით რა ტერიტორია იყო, სულ ახლო თუ შორეული, არც თუ ისე შორეული წარსულში, აი ეს ტერიტორია იყო 120,000 კვადრატული კილომეტრი. ეხლა არის 58,000 კვადრატული კილომეტრი. უახლოეს 100 წელიწადში 100-200 წელიწადში დაიკარგა ნახევარი ტერიტორია. და ბოლო გვირგვინი იყო 2008 წელი. და 20% კიდე დაიკარგა. და ოკუპირებულია ტერიტორია. მანამდე აზერბაიჯანს მივეცით ჩვენ რა ღირსი ვიყავით. ყველაზე კარგი ადგილი, საინგილო, ჰერეთი. არ ვიცი თუ ყოფილხართ იქა როგორი ადგილია კლიმატური პირობებითა და მიწის რაღაცა ბარაქიანობით. ხო, მგონდა ბედნიერება მანდ ყოფილიყავით მამჩემი სკოლის დირექტორი იყო გითხარით და ჩემი ძმა იქ არის დაბადებული კახში. და იქ სკოლის ქართული სკოლა იყო. ეხლა აღარაფერი აღარ იქნება დარწმუნებული ვარ. ყველანაირი ხილი იყო. ეს აზერბაიჯანს აჩუქა ჩვენმა სტალინმა და კომუნისტებმა. სტალინის სინონიმია კომუნისტებისა რო იცოდეთ. ამ გაგებით ვლაპარაკობ. აქეთ სომხებს მივეცით, შეგვეცოდა ძალიან ეს ჩვენი ძმები, მაგრამ არ დაგვიფასეს. აფხაზეთი წაგვართვეს. ეს არ მიგვიცია წაგვართვეს. ხო, იმდენად უნამუსოები არიან, რომ ჩვენ კი არ უნდა ვიყოთ თქვენ ქართველებო, მოდი ჩვენ არ პროტესტი არ წავალთ იქ. 80,000 სომხია აფხაზეთში. ნელ-ნელა გაიჯეჯგრენ. სოჩა რუსებმა წაიღეს. ხო და საერთოდ დავიწყება საამიცემული. ხო, თურქებმა წაიღეს ართვინი. ხო, აი არსის ეს ხელშეკრულებია რუსებმა იმპერიის რუსებმა თურქეთთან დაიდო ზავი და პატარა გადაინაწილეს. სხვის ტერიტორია რა კაია, გადაინაწილო. თურქებმა და რუსებმა გაინაწილეს საქართველოს ტერიტორია იმჟამინდელი იმპერიაში. მაშინ რას იფიქრებდა რუსეთი, რომ მოვიდოდა პერიოდი საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა და ეს მათი აჭარა რუსული იმპერიის შემადგენლობაში ჩვენი გახდებოდა, მაგრამ არა, ეხლა რუსულ ჭირავს თვალი და ყური. და ადგა შეყარა მათ თავისი მუსულმანები, კაზინოები. ხო, აქვს მეჩეთი, გრანდიოზული მეჩეთის მშენებლობა ცოტა ხნით შეჩერებული ისევ დაიწყება. ყაყანის შედეგად ცოტა შეაჩერეს. და რაც უნდა მაგას ლაპარაკი, საერთოდ ვინც ცხოვრობს ბათუმში, თბილისში არც იხედება. რა უნდა ახლა 350 კილომეტრი გაწიხლოს და დაიხჩოს მათ იმ ჰაერში თბილისში რო არის. აგერ თურქეთი. ლაწალუწით გადავა უცებ 15-20 წუთში. მანქანა გადაჭილიკინდება და რაც უნდა იმას შემოიტანს და რასაქონელიც უნდა და ივაჭროს დუქანი გახსნას. აი ესეთი მდგომარეობა არის ჩვენი ქართული და ეს მარიამი წილხვედრი ქვეყანა იესომ რომის ღმერთმა ამას ის უთხრა რომ დაარიგეო. ასე დაუნაწილეს სომხებს, აზერბაიჯანელებს, რუსებს, თურქებს. ეს უთხრა კაცო? და არ ვიცი, მოგლეთ, არ ვიცი, აი რა კუთხით მეუდგეთ ამ საკითხებს, არ ვიცი. არა, ჩვენ ვისჯებით ჩვენი 1600 წლიანი ჩვენი
ესეთი გაფუყულობით, ჩვენი სიბერეყვითათა, ჩვენი გაბღენზილებით და მკრეხელობთ საჯაროდ, რომ ბიბლია ეს არის აიბრაელების წიგნი, ეს არის წინააღმდეგობების ცავსე წიგნი, ჩვენ ბიბლია არ გვჭირდება, ეს ებრაელების არის. ეს ბევრი ლაპარაკობს ამას, რო იცოდეთ. ეგ ჩედით ინტერნეტში, დავით თორდი ალაპარაკობს ამ სისულელეს. ხლა იმაში, რასაც ეს აკრიტიკებს მართლმადიდებლობა 100%-იანი ვეთანხმები. ზღაპრების რო არ, იმიტომ ეს კომუნისტიკაცია და გაუგებარი არის ეს ზღაპრები და ალბათ შეწუხებული არის. თან ისიც იცის, რომ პუჩისტების ის არის ეს დანატოვარი პარლამენტი. ისიც იცის, რომ ზვიად გამსახურდია ეს რა უქნეს, როგორ ააქოთ ეს ყველაფერი. მოკლედ ეს ეროვნული რელიგიის მატარებელი არის, სეკულარი პიროვნებაა და აი ეს შიულაშვილის ზღაპრები და ეს მისი რაღაცა ბუნაგი მისთვის მიუღებელი. აქ რა თქმა უნდა ეს კრიტიკა სწორია. მაგრამ როცა გადაწვდა უკვე ქრისტეს ბიბლიას, აქ როგორც დებილი ისე გამოჩნდა. და ჯობია ეს ინტელექტი თუ აქვს მაგას და ამ ინტელექტს იყენებს მადი დებილების მამათმალობის კრიტიკაში. ეხლა კი ბიბლიას ჩაუჯდეს და მიიღოს ქრისტეთური გაძრება სული გაძრება და გამძურალი სული. ღმერთთან კი არ იქნება, სატანასთან იქნება. ნუ მკრეხელობს და ნუ გონია რომ ეს საპატრიარქოში რაც ხდება ეს ქრისტიანული არის. არ შეეხოთ ქრისტეს თორე ყველა დაისჭება. ის მოვიდა ყველა ადამიანის ცოდვილი ბუნების გამოსასყიდად და დავით თორდიას ცოდვილი ბუნებაც ჯვარზე აიტანა. ამ საცოდამ ეგეც არის. იმიტომ რომ ეს ეროვნული მით არის გაჟღენთილი. ხო ეს მაინც მეგრული სენტიმენტით ლაპარაკობს, ვიად გამსახურდიასთან იდენტიფიცირებას ახდენს, ვერ მოუნელებია ეროვნული მთავრობის დამხობა და ამ ხრივ მოვლენებიდან დეტერმინირებული აკრიტიკებს და შეიძლება მსმენელმა დაინახოს, რომ სწორია. მაგრამ როცა ქრისტიანობა შეეხება, აქ როგორც დებილი ისე ჩანს. და მართლაც სირეგვენე და სიდებილე ილაპარაკა, რომ გაბწყინებული საქართველოს ბიბლიაში არ წერია, მაგრამ მაგას აქვს ცალკე ქართული ბიბლია. ქართველთა წიგნი ბიბლია. არ ვიცი რომელი წიგნი იქ. ამიტომ ვართ გაუკუღმართებული და თან გაუკუღმართებულ მდგომარეობაში გაუკუღმართებულები. ასე რომ დროა დაკავდით ინტელექტუალებმა საღვთო წერილით და როგორც დასავლეთმა იმუშავა ბევრი და ეხლა ახალმა თაობამ ვერ ივარგა დასავლეთის ახალმა თაობამ, ამას პასუხი მოეკითხება. ჩვენ არც ერთ თაობას არ უმუშავია ბიბლიასთან. თაობები ისე წავიდა, ბიბლია როგორც ასეთი, ამაზე არ გვიმუშავია. არა გვაქვს ამაზე გამოკვლევები, ინდივიდუალური, სპეციალურად არ ჩამოყალიბებულა ივრიტის შემსწავლელი რაღაც საზოგადოება, რომ ბერძნულ ენაზე ხელახლა თარგმანები იყოს, რამოდენიმე თარგმანები, გამოცემები, მერე თეოლოგები, ქრისტიანული ბიბლიური თეოლოგები და არა მართლმადიდებელი ნაჭყიპარტა რაღაცა საპატრიარქოდან გამომცხვარი მართლმადიდებელი თეოლოგები და პატიოსანი და ზნეობრივები, რომლებიც უზნეო მართლმადიდებლობას ამხელს და ესენი ზნეობრივ მართლმადიდებლობას ამკვიდრებენ. ჩემო კარგები, ეს არ არის სწორი. ამიტომ ქრისტიანობას არ ჭირდება ზეცართავის სახელები. გარკვეული რაღაცა დამატებები იმისი, რომ ჩვენ ვართ ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანები. ერიხა. ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანები. ქრისტეს არაფერი არ ჭირდება. ან ხარ ქრისტიანი, ან არა ხარ. მართლმადიდებელი ხარ, ნეტა ვისადიდებ. ვინ არის მართალი თუ იცი, თუ აზე თუ ხარ. ხო, არა. ხლა ანტისემიტური განწყობა გაქვს, მაგრამ ამას აგრესიაში არ გამოავლენ. ქართველები ანტისემიტები არიან. უბრალოდ მსოფლიოში ერთადერთი ერია, რომ ეს ანტისემიტური განწყობა აგრესიაში არ გამოამჟღავნა, არ მოკლე ებრაელი, არ დაძდებს ებრაელს. ეს ნამდვილად ესეა. როცა ზდევნიდნენ მსოფლიოში ყველა ებრაელებს. ქართველები არა, მაგრამ შინაგანი სიყვარული არასოდეს არ ქონიათ ამ ერის მიმართ, აღიქმებოდნენ როგორც ბარიგები, გადამყიდველები და მართლაც ისინი ტყატყავებდნენ გაქართველებული ებრაელები. 60-იანი წლების საქართველოში და ერთ ადგილზე შეიკრიბებოდნენ მაკლერები ებრაელები იყვნენ.
ხო, გონიერი ხალხი იყო, ნათესავები ყავდათ საზღვარგარეთ და წამლები იმიტომ ჰქონდათ მაგას, რომ მათ ჰქონდათ კავშირები მსოფლიოს გაფანტულ ებრაელებთან ნიუ-იორკში. დაწანწალებდა სუხიშვილის ანსამბლი, იმეებს ჩამოქონდათ ეს წამლები და საზღვარგარეთის მითი იყო იმისა, რომ საზღვარგარეთის წამალი ყველაფერს მოკლედ არჩენს. ხო და ეს არ შემოგეყაია. ეხლა საქართველოს თუ საზღვარგარეთის წამლებს არ ყიდულობთ. რატო არ გამოჯამრთელდით? რა რომელი წამალი გამოგაჯამრთელებთ? წამალის დანიშნულება არ არის გამოჯამრთელება. ეს არის ოდნავ დაავადების შეჩერება. სიჩქარის დაგდება, თორე ეს დაავადება ცოდვილი ბუნების ბრალია და თავისი დასასრული აქვს ამას, როცა სხეული იმდენად უვარგის იქნება, რომ სასწრაფოდ მიწაში უნდა ჩააგდო და ცოტა გაალამაზო თანამეტანი არ ყარდეს და გაყვეს 200 ჯოგით 400 და ვაირა დავკარგეთ იძახოთ რა. კვეკ შელამაზებული არის თვითონ ეს რიტუალი, დასაფლავების რიტუალი. არ შეუძლია სამედიცინო დაწესებულებას ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება. გენეტიკაში ჩადებული რა დროც გაქვს, ის ამოწურვადია. უბრალოდ დაავადება აჩქარებს ამას და სამედიცინო ჩარევით სიჩქარეს შევანელებთ. ესე დააგდო სიჩქარე და გაიწელა და აგერ 90 წლამდე ეს ბერახშუა კაცი მევიდა. ეს გააკეთა მედიცინა. თორე ეს დიდი ხანია გაპარჭიკებული იქნებოდა შიულაშვილი. 20 წლის უკან გაპარჭიკდებოდა თუ 30 წლის უკან. აკალინიკაში ცხოვრობს კაცი. გერმანიაში. ხატების იმედი დაკარგა. არც არასოდეს არ ქონია. ეს ჯოქს შეთავაზა. არც ერთი სასწაულ მოქმედი ხატი მაგას არ აქვს. ხო, მისთვის სასწაული არის გერმანიის კლინიკა. აიყარებოდა ჯო ქვეყანა ფული ამაში მიდიოდა და ახლა ესეთი ხვითოა კაცი რომ ამან უნდა იცოცხლოს და იცოცხლოს. ამას ხელში უჭირავს საქართველოს გაბწყინებული. აი ეს ლეგენდები ხო არის. ამ ხრი როცა პიროვნება აკრიტიკებს რომელიმე დავით თორდია ეკრება თუ რაღაც ეს სწორია, მაგრამ როცა ახლა ამას ინერციით ქრისტეზე გადადიხარ ბიბლიაზე, აქ უკვე აშკარად ჩანს რომ დებილი ხარ, გონება სუსტი. ამ გაგებით ხმარ რომ გონებას დებილს გონება სუსტის იმით და არა სამედიცინო თვალსაზრისით. და არა ვართ გონება სუსტები, სანამ ჩვენ ქრისტეს გარეშე უგზო-უკლოდ დავდივართ და ბუშტივით გაბერილები დავდივართ ამ ინფორმაცია გაგვიბერა და პატარა რაღაცა გავსკდებით და არაფერი აღარ რჩება, ხო? ბუშტი რო გასკდება. აღარ არის ჰაერი. ინფორმაცია არ ჩერდება. ინფორმაცია ყოველთვის გამოდის. იმიტომ რომ დაბადებული არ ხარ. და ამას ვერ გავაგებინეთ, ხო, დავით თორდიას კი არა, შიოლაშვილს აქვს პრეტენზია და ის არის მკვდარი ეგერ, ხო? და მკვდარი ადამიანის თაყვანისცემას აქვს ადგილი საქართველოში და მკვდარი მოღვაწეები განათლავენ. ხო, ჩით მკვდარი რას ნიშნავს? ღმერთს დაშორებულობა და ძველ ადამიანად ყოფნა. ძველი, ესე იგი, ცოდვილი ბუნების მატარებელი. ცოდვილი ბუნების ადამიანის აკურთხებას არანაირი აზრი არ აქვს. ეს არის სისულელე. და ვერც დაელაპარაკები ამ ცოდვილ ადამიანს სინათლეზე გამოსყიდვაზე ქრისტეზე, ისევე როგორც ბრმას ფერწერულ ნაწარმოებზე ვერ დაელაპარაკებ, ვერ ხედავს ეგ მის სილამაზეზე. ვერ აღიქვამს ამ შემთხვევაში, რომ ვერ ხედავს, ფერებს ვერ ხედავს. ასევე დაბრმავებული ადამიანი სულიერად ბრმა არის. ამიტომ იესო ქრისტეს ახალ აღთქმაში ძალიან ბევრი სასწაულებს ახდენ და ბრმას თვალებს უხელდა და ამავე დროს ყურუებს. როგორც პირდაპირ გაგებით, ისე სიმბოლურ გადატანითი მნიშვნელობაც აქვს ამას. ყრუ ხარ შენ, რომ ლაპარაკობს და არ გესმის ღმერთი. ბრმა ხარ შენ, ვერ ხედავ. ბრმები იყვნენ ფარისევლები და ყრუები. ამიტომ ის ამხელდა ფარისევლებს სიმრავლეში და სიყრუეში იმ სამედიცინო სასწაულით, რომელსაც ფიზიკურად ბრმას თვალებს უხელდა და ფიზიკურად ყრუს სვენას უბრუნებდა. ასევე მკვდარსაც აცოცხლებდა. ესეც პირდაპირ გაგებდა სიმბოლო, ეს ფარისევლები ხო უყურებდნენ ამას. ესე იგი ეუბნებოდნენ ბრმა ხარ, ყრუ ხარ, მკვდარი ხარ. ჭირდება თვალის ახელა, ჭირდება სმენის გახსნა და ასევე გაცოცხლება. იესო ქრისტეშია სამივე. და სხვანაირად შემოკარგებო ქრისტიანული რწმენა არ გამოდის რწმენა. ეს არის სხვა რწმენა.
და მაგაში არის ახლა სატანა აქტიური და რო აკრიტიკებთ, რა თქმა უნდა, გააკრიტიკეთ პროფანირებული ქრისტიანობა ეგ სწორია. დავით ბატონი რო აკრიტიკებს თორდია. მაგრამ ქრისტეს არ შეეხო თორე თუ სხვა არავინ არაფერი არ გითხრა, მე დილიდან საღამომდე შენზე ვიკაიფებ. არ მოგცემ უფლებას, რომ ქრისტეს ისევე შეეხო, როგორც ამ აყრულებულ რელიგიას ეხები, შიოლაშვილმა რაც გააკეთა 9 აპრილიდან მოყოლებული და ამას ზვიადი და ისე. ეს გასაგებია, ვიცით ბატონო, მაგრამ ეგ არაფეშვაში არ არის ბიბლიურ ქრისტესთან, რომელიც შენი ცოდვილი ბუნების გამოსასყიდად მოვიდა და შენ კიდე იმდენი ინტელექტი არ ყოფნის, რომ ამას ერთი მადლობა უთხრა და უთხრა შენ შემოგევლე, რომ ხომ დავეღუპებოდი ჩემ ცოდვებში შენ რომ არ ყოფილიყავი. მაგამდე ეს ვერ მეცვლა, იმიტომ რომ საბჭოთა სამჭედლოდან გამოჭედილი კაცია ეროვნულ ნიადაგზე და ეროვნულ მეგრულ ვარიანტებში ზის და ვერ მოუნელებია რომ მე სამეგრელოდან მეგრული წარმოშობის გამსახურდია, ნახევრად ეგრე იყო, გამიგე ეს მოსპეს და აგერ პუჩისტება მოსპეს და რა თქმა უნდა, აქ დიდი წვლილი ჰქონდა ამ სამღვდელოებას და განსაკუთრებით შიოლაშვილს. ეგ რაშუაშია კიდევ მეორებ იესო ქრისტესთან, რომელიც ეს ისტორიული პიროვნება, ამის უარყოფა არ შეიძლება და ამავე დროს ეს ისტორიული პიროვნება იტყუება და თუ ეს იტყუება ვერც მორალის მასწავლებლად გამომადგება კაცი, რომელიც იტყუება და იგი ძახის მე ვარ მე და მამა ერთი ვართ, სანამ აბრაამი იქნებოდა მე ვარ. ეგ არის ძახის? ესე რომ მოგიდოს სახარებას ხელი და მისი ინტელექტიც გაფართოვდება. თორე პასუხს აგებს რო გარდაიცვლება. ამიტომ თუჩეული ჩვენთაგანის რწმენა არის ძალიან პირადული და ინდივიდუალური. ეს კოლექტიური არ არის. ქრისტიანობა არ არის კოლექტიური რწმენა, ინდივიდუალურია. შენ თვითონ ირჩევ გახდები ქრისტიანი თუ არა. პირადად მე რწმენასთან მიმიყვანა არა კოლექტივმა, არა რაღაცა გაერთიანებამ, არა დასავლეთის რაღაცა მითითებებმა, საღვთო წერილის გაცნობა. ძველი და ახალი აღთქმა. ეს არის რწმენის წიგნი, სიყვარულის წიგნი, სიცოცხლის წიგნი, უკვდავების წიგნი. და ამ წიგნის ავტორი თავად ღმერთია. ესე მესმის მე შემოკარგებო ეგ საკითხი და თქვენი რწმენას არ გადააბაროთ არავის რა. ჩვენ რწმენის შეიძლება დადასტურება, შეიძლება მოვახდინოთ საუბრის დროს და მოусმინოთ ერთი რწმენით აღჭურვილ ადამიანს, რომელიც ბიბლიიდან ღმერთს შეხვდა ბიბლიის ფურცლებზე და აი იმის მოსმენა ერთ სიამოვნება არის. შენ რაღა მართლმადიდებელი სისულელეებით თავი გამოტენილი და ამ მართლმადიდებლური სისულელეების საფუძველში ისტორიული რაღაცა კრეტინიზმი არის. და თურმე ბევრი მოწამეები ყავდა და ხატზე ფეხს არ აბიჯებდნენ და ამიტომ დახოცეს. სწორედ რომ დაებიჯებინათ, ცოცხლები დარჩებოდნენ, იმიტომ რომ ღმერთი ეუბნებოდა რომ დააბიჯი ამას, მეორე მცნების დარღვევა არის და მან და მაინც მუსულმანმა უნდა გითხრას ეს გააკეთეო და არ აკეთებ და ამიტომ უნდა მოკვდე. ესე იგი მუსულმანი გამოყენებული იყო რომ შენ მეორე მცნების დარღვევისათვის არ აღიარებდი ამას და მოკვდი. და წმინდანად რატოა გამოცხადებული. გზასაცდენელები ვართ შემოკარგე. გამიბრაზდებიან ამ საუბარზე, მიბრაზდებიან, გამიბრაზდნენ არ არის პრობლემა. ადამიანები გამიბრაზდნენ, ოღონდ ღმერთი არ გამიბრაზდეს. ოღონდ ის არ გამიბრაზდეს და არც გამიბრაზდება. ადამიანი გამიბრაზდეს, რას დამაკლეთ რო? თუ ასე ვიმხიარულეთ, რაი დაგვაკლეთ მიტერიო, ჰერი ბიჭო, ჰერიო. და ვიმხიარულეთ იმ შემთხვევაში ქრისტეს რო შევხვდებით. ძალიან დიდი მადლობა ჩემი საუბრის მოსმენისათვის და ღმერთს ვთხოვთ რომ ჩემი საუბრის გაზიარება თითოეულ თქვენთაგანისთვის დამაფიქრებელი იყოს და უფრო კარგად მიხვიდეთ იმ პიროვნებასთან ვინც თქვენ გადაგარჩინეთ როგორც მე გადამარჩინე და ამის გამოცდილება გაგიზიარეთ ჩემი შინაგანი იმ ძალითა და იმ რაღაცა ენერგიით რომელიც ავტორი ღმერთი არის იესო ქრისტე. ვერავინ ვერ შემაცვლევინებს ამას, რაც არ უნდა თქვენ რაღაცები წამოროშონ აი ვიღაცებმა, რომ აი ეს ებრაელების წიგნი, არც იცის ებრაელი საიდან არის, ვინ არის, ან შემინახარ რომ არც ადამიანმა არც. ასე რომ მადლობა ღმერთო გვიშველე, დაგვეხმარე და ხელი შეგვიწყე და აგერ ღმერთმა ისმინა და
გერმანიაში პატარა გოგონა, რომელიც ძალიან განიცდიდა მამამისი მის ავადმყოფობას, აგერ ღმერთი თუ არ არის კაცო, ხა არ გეგონოთ ეს ზღაპარია და რაღაცა, არა, თხოვეთ ფიქრით, მედიტაციით, თავად მამამ თავის ლოცვის მაშინ გაფართოებისთვის მოუხმო იმ ადამიანს, ვინც იცნობს და რაღაცა თქვით რა შემეწია, თუნდაც ფიქრით იყავით ჩემთან. თუნდაც ლოცვა ხო მაინც ზიარება არის. ხო, მანდამაინც ლამაზი სიტყვების თქმა კი არ არის. აი რომ დაფიქრდი და ღმერთო უშველე რა, არ ვიცი რა, როგორ შენ იცი და რაღაც და იყოს შენი ნება. ყველა ვარიანტში. განსადიდებლად გააკეთე ისეთი რამე, ჩვენ გქონდეს საშუალება, რომ შენი გამოვლენა ამა თუ იმ ადამიანში დავინახოთ, როგორი არის შენი სიყვარული ყველგან განფენილი. ხო და აგერ გახარებულმა მამამ გაუხარდა შვილი, რომ ღმერთმა დაუბრუნა, მაგრამ გააფრთხილა, რომ არ ქნა კერპად შვილი. არ არის ეგ შენი შვილი, ეგ ღმერთის არის. შენ ვიცი, მამინაცვალი ხარ. და დატკბე იმით, რომ ღმერთმა მოგცა საშუალება გაიხარო აი ამ სიცოცხლით შვილი რო ქვია, მაგრამ არანაირად შენ არ ხარ ავტორი. კერპად აქცევთ შვილებს და ღმერთს არ მოწონს ეგ. ესე იგი ღმერთს ადგილი დაიკავა შვილმა. ახსოვთ ესოს შეგონებანი. ვისაც ჩემზე მეტად უყვარს დედა, ძმა, მამა, ის არ არის ჩემი ღირსი. რა, სიძულვის გვასწავლის? არა, პირველი, ცნება არის პირველი, ღმერთი უცვლელია. მე მაგას მოყვება ყველაფერი, იმიტომ რომ ის არის წყარო. სილამაზისა, სიყვარულისა, სიცოცხლის ფორმებისა, შვილისა. ხო და როცა ეს გვახსოვს ჩვენ, კარგია, დავმორკავთ შვილებსაც, რომ როცა ჩვენ წინ შვილია და როცა გაკერპებულია ჩვენ შვილი, ის უკვე ჩვენი ბატონია, ან ჩვენ ავართ მისი ბატონი, ის ჩვენი მონა და კომპლექტი არის. და როცა ჩვენ პირველ ცნებას გავაბატონებთ და ამას შვილსაც ვაგრძნობინებთ, ჩვენ შორის იქნება მამა-შვილური ურთიერთობა და შეგონებაც მიღებულია შვილიდან პატივი ეცი მამაცა შენსა და თუ მამას არ აცემ პატივს, ღმერთის სიყვარულიც იმ შვილს არ აქვს, ვინც დედას და მამას პატივს არცემს. ახლა არ მითხრათ, რომ არ იმსახურებს მამა, კაცო ღმერთს მაგვითხრა, არ იმსახურებს სოციალური, ეგ მისი ამბავია. მაგრამ შენ ამიტომ არა ღმერთმა გითხრა პატივი ეცი დედას და მამას. უდიერად არ მოიხსენიო. არ დაუწყო ჭიჭყინი, რატომ არ მიყიდე მანქანა, რატომ არა. წად და იყიდე შენ თვითონ. ხო, ღმერთის მცნება არ დავარღვიოთ. დედას და მამას რაც არ უნდა, თქვათ, იგი ლოთობდეს, ნარკომანობდეს, ბოზობდეს. ხო, შეიძლება შვილს დედა მეძავი ყავდეს და იცი რა არის აგინებდეს, არა გაკუფლება ამისი. შენ იგი პატივით ღმერთმა გითხრა. და ამით ადასტურებ, რომ პირველი მცნება გაბატონებული ჩვენში, რომ იცავ მის სიტყვებს. ხო, არ იპარო. ხო, არაკლა. პატივი ეცი დედას და მამას. ხო, არინდობო სხვისი ქონება. არინდობო სხვისი ქონება, არა პირდაპირ მატერიალური გაგებით წაართვა, არამედ აი მან რო იყიდა, მეც უნდა ვიყიდო. შენი გონებით კი არა, აი მან რო იყიდა. აი მეც მინდა ისეთი. აი ეს გაგებაც არის რო იცოდეთ. შენი სურვილი ქრისტედან უნდა მოდიოდეს და არა მეზობელმა რომ მანქანა იყიდა, ეხლა იცი რა არის, თუ ვერ მოპარა ვიყიდი და გაუთანაბრდები. მე-9 მეათე საერთოდ 10 მცნება საქართველოში დარღვეული როა, იმიტომ არის ჩვენი უბედურება. ეს რო გადააბარეთ ამ კრეტინ ათეისტებს წვერებში და ფორმებში რო დაიმალნენ კაბებში. და წვერების უკან რო იმალება საზღარი აზრები. გაკრიჭეთ შობელ ძაღლები და გახადეთ ეს ფართუკები. ადამიანებს მაინც დაემსგავსნონ. და აღარ ექნებათ სიზმრები გაუთავებელი. ხო, მთელი საქართველოს მუცლით მეზღაპრე რო გახდა. და ჩათრეულია სეკულარები ჩაითრეს, გამოთაყვანება სახეზე, გამოვთაყვანდით და არ გაგიკვირდეთ რომ მანდაც გამოჩნდეს მრისხანება ღმერთისა, მაგრამ იგი კი არ მრისხანებს. შენ აყენებ შენ თავს იმ მდგომარეობაში რომ შეირყას. ჩვენ ვარყევთ. ამ მდგრად დედამიწას რომელმაც ღმერთმა ჩვენ ნეტარებისთვის შექმნა რომ აქ უნდა გაგვეხარათ ჩვენ გვებედნიერა, მაგრამ არ დავიჭერეთ და მეტი მოღმერთად ყოფნა მოვინდომეთ და ყალბი თეორიებიც არის ხომ რომ ღმერთი შენ თავში აღმოაჩინე. არა მეგობრებო.
ის ახალგაზრდა ბატონი რო არის დომენიკ მანგოწოდებული კუკურა ბარამიძე ბიბლია დაიჭირა ხელში მაგრამ კი არა წაკითხულ და კი არ გითხულობს კარგად ამასაც შერეული აქვს რაღაცა ოკულტიზმი იქ რაღაცა აღმოსავლური გაგება ღმერთისა პანთეისტური გაგებაში არ არის და რაღაცას რო იტყვის ხოლმე აი ღმერთი შენ თავში უნდა მოზრებნო ჩვენ ვართ ღმერთი მთელი უბედურება მანდიდან დაიწყო რომ ღმერთად გინდოდათ ყოფნა ასე რომ ახალგაზრდა მანგოსაც შევაგონებ რომ არა ადამიანი არასოდეს არ იქნება ღმერთი ღმერთი ისედაც არის ადამიანი იმიტომ ჩხუბობთ შენ რო ღმერთი ხარ მე რო ღმერთი ვარ როგორ მე ღმერთი ვარ შენ ღმერთი ხარ ჩხუბი გვექნება ამას ავიწყდება ედემის ბაღში რა უთხრა სატანამ ადამიანსა და ევას არ გინდათ იყოთ როგორც ღმერთები და ტრაგედია აქედან დაიწყო ამიტომ ადამიანი ღმერთი არ იქნება ადამიანი დაიბადება ღმერთთან კავშირს აღადგენს და იქნება დამოკიდებული არსება ქმნილება და ღმერთის მითითების შემსრულებელი თუ დაბადებული არ ხარ ვერ შეასრულებ ასე რომ მან გაასწოროს თავისი აზროვნება კი დამიჯერა ბიბლიას ხელი მოკიდა ადრე ვიცახთი ხო და ახლა ეს რაღაცა მოგვევლნა სეკულარულ თეოლოგად ამიტომ ბევრი წიგნები წაიკითხე მანგო ბევრი ამასთან დაკავშირებით და ბევრ ამას გაიგებ და სხვათა შორის ხო აღმოსავლურ რელიგიას ნუ შეურევ რა ეს ბუდისტური ის არის ბუდიზმში არის ღმერთი იქნები შენ არიან მე ინდიელები ღმერთები მაშინ თუ ღმერთები არის რას მორბიან ამ ევროპაში უღმერთო ქვეყანაში ასე რომ ვინ გითხრათ რომ ადამიანი ღმერთი იქნება და ჩვენ თავში ვიპოვოთ ღმერთი რა ის არის ხურდაფული არის ვიპოვო ჯიბეში პოლიტიკა არც აქვს ღმერთი ადამიანი არ არის ეს რომ მოინდომა იმიტომ დაშორდოთ ეგ არის სიკვდილი არის ღმერთს დაშორება ამიტომ ქრისტეთი გაცოცხლება არის და დამოკიდებულება ღმერთზე და არა ღმერთად ქცევა ამიტომ ყველას უსურვებ და მანგოსაც უსურვებ ეს დაფიქრებული იყოს და ეს საკითხი უფრო მეტად კარგად გაერკვიოს და თვითონაც მიხვდება რაღაცებს მას მონაცემები აქვს ლაპარაკის არ ბლოკუნობს მაგრამ განათლება მას არ ყოფნის ამ საკითხში წირე განათლება ჯობი ეს ახალგაზრდობა მოახმაროს ამას ენა ისწავლოს ხო ან რუსული ან ინგლისური ან გერმანული ან ფრანგული და ამ ენაზე გაეცნოს თეოლოგიის საფუძვლებს ქრისტიანობას და ბიბლიას ბიბლია გაიცნოს როგორც მოცემული არის საღვთო წერილში ისაია იერემია და არ დაიწყოს ახლა მან ხაგავად გიტას ქადაგება და ოშო რაჯენეშისა და ვიღაცების ისა ღმერთი შენ ახარ აღმოაჩენ ჩვენ თავში და ღმერთი ხარ შენ აი ღმერთი რო ხართ იმიტომ მომობთ ალბათ მიაქცევდეთ ყურადღებას რომ დაიდო ნიჩეს ანტიქრისტი და ჩვენ გვინდა რომ თქვენ მოისმინოთ და გავარკვიოთ ახლა ხომ ესეთი თემა არის როგორ განვასხვაოთ ქრისტე ანტისაგან რას ნიშნავს ანტიქრისტიანი ჩვენ იმიტომ კი არ ავტვირთეთ ეს რომ ანტიქრისტიანები ვართ ჩვენ ქრისტიანები ვართ უბრალოდ ისეთი პოპულარული პიროვნება მე-20 საუკუნეში რო იყო მიჯნაზე 1900-ში გარდაიცვალა 56 წლის ასაკში და ეს წიგნი მან დაწერა გარდაცვალებამდე 5 წლით ადრე და საერთოდ ნიჩეს ახასიათებს აფორიზმებით საუბარი სისტემატიკოსი არ არის და ამან ბევრი რამე შეცვალა ესე იგი დაგვანახა ის რომ ამ კაცობრიობა მე-20 საუკუნეში და მე-19 საუკუნის ბოლოს უკვე ადამიანმა ღმერთი მოკლა თავისი წერწმენი წარმოდგა ღმერთი არ არის და თავისი პიროვნება ღმერთსაძგზე დააყენა და ამან ნიჰილიზმი მოიტანა ნიჰილიზმი რომელიც მე-19 საუკუნეში გაქანებას პოულობს თუნდ რუსულ სივრცეში ლიტერატურაში წერილები ძალიან ბევრი წერილები მე-19 საუკუნეში ნიჰილისტები იყვნენ ნიჰილიზმი როგორცაც გარკვეული ფილოსოფიური შეხედულება არის ნიჩედან არის შემოსული 19 საუკუნის რუსულ ლიტერატურაში და აგერ ჩვენთან მე-20 საუკუნეში შემოაღო კარები და ძალიან თავს იწონებს ქართველები რომ ნიჩე ვიცით და აი ნიჩე და ფროიდი და ნიჩე და ფროიდი და აი აქეთ კაფკა და იქეთ კამიუ და აი შავი ჭირი და შავი ჭირი მართლმადიდებლობა და კამიუს რას მიახდით კაცო შავი ჭირი გაარჩიეთ ამიტომ ჩვენ რომ ქართულ ენაზე რო ითარგმნეს და ძალიან კარგი მივესალმები ყველაფერს ქართულ ენაზე რაც არის თარგმნილი ეს იქნება მატერიალისტური იდეალისტური ყველაფერი ჩვენ ნაკლოვანებას განვიცდით შიმშილს განვიცდით დასავლური აზროვნება არ არის ნათარგმნი ქართულ ენაზე ჩვენ ეს საცუდავიერი ვართ რა ამ ხრივ გაირღვევა ალბათ ეს ვაკუუმიც ამოივსება და გაირღვევა ეს კედელიც ალბათ ეს სიბნელის კედელი იმედი ვიქონიოთ რაც თავრე ბიბლია გვაქვს მადლობა ღმერთს რომ რაც არ იყო ადრე ახლა არ ვიცი ოჯახი არ მეგულება შეიძლება ვწდები მაგრამ მაინც ვიტყვი
რომ ბიბლია არ ქონდეს. ხო, მაგრამ არ კითხულობენ, არ იხედებენ, ეს როგორც ხატი ისე აქვთ წიგნი და ხატი ხო გიგიდეთ, ასევე ეს წიგნი ხატად იქცა. ეს რატაღაც თილისმა არის. მკითხავებსაც აქვთ ბიბლია დადებენ, აი კაკულია მკითხავი, ამის ბოდვებს უსმენთ. ეს ხალი სატანისტი არის, მოწინააღმდეგე იმისა, რაც ბიბლიაში წერია. სატანა ნიშნავს იქცევი და აზროვნებ იმის საწინააღმდეგოდ ღმერთმა რომ დააწესა. ეს არის სატანა და არა მითოლოგიური საზიზღარი არსება ბანჯგვლებით, ეშვებით, კუდით და კლანჭებით და ბჭყალებით. ერთხელ და სამუდამოდ გავიგოთ რა ეს. ამ კაკულიას რო დიდი ადამიანი მოკვდება, თქვა, ბიჭო რა მაგარი მკითხაობაა. დიდი ადამიანი მოკვდება. ვინ კონკრეტულად საკარგი ის არის არა წინასწარმეტყველება. ომი დამთავრდება. რა გამიგია, ომი დამთავრდება, რუსეთ უკრაინა, ომი დამთავრდება. დამთავრდება, აბა სულ ხوار იქნება რა. მაგრამ სანამ ადამიანები დედამიწაზე ომი ყოველთვის იქნება. შესვენებებით და მთელი ისტორია კაცობრიობის ომების ისტორია არის. კაცობრიობის ისტორიაში რო გადავაბათ მშვიდობის პერიოდი 200 წელზე მეტი არ იქნება, რო გადავაბათ. და რომ ომი, მერე მშვიდობა, ომი ესეა. ასე რომ ყველაფრის მამად ომი გამოაცხადა ჰერაკლიტემ, ხომ? ჯერ მარტო ბერძნებიც მუშაობდნენ ამ საკითხზე, ძველი ბერძნული აზროვნება, ანტიკური ისტორია, ფილოსოფიის აზროვნებისა. ჩვენთვის ხომ ეს სწავლობთ, რომ ამიტომ ქართულ ენაზე ბიბლია გვაქვს. ეს ვაკუუმი მადლობა ღმერთს ამოივსო. მაგრამ რა გინდა რა? რაღაცა ნაკურთხი თუ არ არის მამათმავალი შიოლაშვილის მიერ, არ შეიძლება წაიკითხო და მამათმავალი შიოლაშვილი რო აკურთხებს და წაიკითხავ, მამათმავალი იქნები რწმენის საკითხში. რწმენით მამათმავალი იქნები. ხომ? სიმბოლო ვარ რწმენით მამათმავალი. ჰომოსექსუალის იქნები რწმენით. თუ არ მოგწონს ფიზიკური ჰომოსექსუალიზმი, რწმენით ჰომოსექსუალი უფრო სასში არ არის? то ფიზიკურ ჰომოსექსუალი იწამებს ღმერთს და გადარჩება. მაგრამ სულით ჰომოსექსუალისტი ის არ გადარჩება. ამიტომ დავდეთ, ნეტა რას გებულობენ და თუ თქვენ მოისმენთ, თუ წაკითხვა გიზარება თან რაღაცა და წაკითხულს მოისმენთ იგივე წაკითხვა აუდიო იმით, აი მაინტერესებს თქვენი აზრით. ძლიერი იყოს ნაწარმოები, იმიტომ რომ კაცი წყობილებიდან გამოიყვანოს თუ მიტმასნებული ქრისტიანებს კარგ რამეს გააკეთებს, მიტმასნებული ქრისტიანები მოშორდება. მიტმასნებულები. მაგრამ ნამდვილი ქრისტიანები საცილად არ ეყოფა ისა და ყველანაირად ეს ნახავს რომ რა პატარა კაცი ყოფილა ეს რომ ეუბნებოდა რამხელა ბუმბერაზია ფილოსოფოსი. ქრისტე შეეხო და დებილი არის. მაგარი დებილია. ძალიან უსუსური. და ეს არ გამართლება იმით რომ იცი რა არის ავადყოფის პერიოდში სწორედ რეალურ რაცა გაქვს აი იმას იღებ. რატო ავადყოფის პერიოდში მე ვიცი ხალხი ავად რო იყო რეებს წერდნენ და რაზე ლაპარაკობდნენ და ბიბლიას კითხულობდნენ და ღმერთს უხმობდნენ. ასე რომ ვერ გამართლება ის რომ ამას ტვინარეულმა დაწერა ეს. ხო აი ტვინდალაგებულმა ხო მაგარი დაწერა რა ის. ეტაპზე ტრაგედიის დაბადება მუსიკისულიდან რა ის არის ქრისტიანულია? თუ ბოროტევისა და სიკითეს მეღამა არის ეს ქრისტიანული ნაწარმოები. ნიჩესთან არაფერი არ არის ქრისტიანული. ეს მიამბოხე პიროვნებაა ღმერთის მიმართ და იმ სოციალური გარემოდან კონტექსტში გავიგებთ რა მაქციეს ასეთ პიროვნებად რომ ხო იმიტომ რასაც ხედავდა როგორი სარგებლობდნენ ქრისტეთი ეს ოფიციალური ეკლესიები გულზიდვა ქონდა ამ პიროვნებას ანალოგიურია საქართველოში ამ გულზიდვამ შენ ღმერთი კი არ უნდა დაგაგმობინოს გულზიდვამ პირიქით ღმერთი უნდა შეგაყვაროს და ღმერთს სიყვარულით უნდა ამხილო და ხალხიც გადაარჩინო როგორ ათაყვანებს ქართულ სივრცეში ეს აკოთებული რელიგია კომუნისტურ ბიზანტიურ რუსული და რა ვიცი ეროვნულ რაღაცა გამოთაყვანება მოსახლეობას და ზღაპრებით გაჯეჯგა სულ და რელიგიურმა მითმა გაბატონება იწყო საქართველოში და სულ ყველას მოლანდებები აქვს ხო და აგერ სეკულარული ისინიც არ ჩამორჩება შიზოფრენები აგერ ფხაკურა სააკაშვილი ფეხებს აფხაკურებს საწოლიდან ვითომ ვარდება მერე ვითომ შიმშილით კვდება და რა გახდა ბიჭო ამან ყველა რეკორდი მოხსნა რა არ ჭამს და მაინც გაძლო აგერ წელიწად და 4 თვე ხო და როდის მოიღება ბოლო ამ ოკუზებს ამ ჯამბაზობას და როგორ ფიქრობთ ეს ხელს არ უწყობს გაბატონებულ კოცებს და შვიდად გეზრომენ თავს და ამას 2024 წლამდე კიდე არ გააგრძელებენ ესე და როგორც კი ისევ სათავეში კოცები მოვლენ ამ შემდეგ გაუშვებენ ამ სააკაშვის
რამე თუ დაეხმარა მათ. ეგ სააკაშვილიდან ნაცები ყოველთვის არ ეხმარებიან ამას, ესენი ხო ორივე ერთნია, რომელმაც მთელი საქართველოს ქონება ამ ორმა პარტიამ გაინაწილა. და ეს ორივე შვილები პარტიისა ედუარდ შევარდანს და კომუნისტის ნაბიჯრები არიან. იგივე ოპოზიცია, ამიტომ საჭირო არის მესამე ამისგან განყენებული პარტია თუ დაჯგუფება, რომელიც ყველანაირად მოთხრის ამ ორ ვიგინდარას. ხო, ეს ოფიციალური მთავრობის ოპოზიცია ბიჯგირო აქვს ნაცები და ყავს კლინიკაში ესა და აფინანსებს და სხვა პატიმრები საერთოდ ცოცხლები არიან, მკვდრები არ ვიცით. რადღიში არის მამალაძე, გიორგი მამალაძე, დეკანოზი. ხო, კი იმსახურებს ეს მღვდელი რო გახდა. რა უნდა და იმ ჭირში რო შევიდა. და თუ გაუნათათ თავი და ქრისტე აღიარა, მან და ხო კარგია და მეტი არა ჩემტერი იოსებივით ღმერთთან იყოს ციხეში ეკა, ხო? ამიტომ მასედაც მუშაობს ღმერთი. ამ სააკაშვილიც ხო მუშაობს ამ ბეყე კაცზე, რომელიც მთავარსარდალია და გაიპაზორა თავი და ეავიცი შევარცხვინე მიშისტები, რომელიც აეთქვე იმ მთავარსარდალი. კურდღელი, შიშარა და დედიკოს ბიჭი. დედიკოს ბიჭი და დედაშვილობა არის. აი დედაშვილობა დაიწერება ის, ხო? გამასხრებულია თავიდან ბოლომდე. და მთელი საქართველოს ცნობილი ამით რო არის დაკავებული. ვერ უშველა ფუჩუაშვილის კურთხევამ, ხო? იქ რო შევიდა ფუჩუაშვილი, იქ აი რაღაც ეს ყარაბას ბარაბასი. ესეც კარგი ესეთი მუსუსი. აი რას წამოისკუბეთ ეს ვიგინდარები ესენი თავზე. დაისჯებით და თხილად იყავით მეგობრებო, თხილად. ჩვენი სხეული ის კი არ არის პლატონისებური გაგებით საპყრობილე. ხო, სომა სიმა რო თქვა, სიმა ესეთი საპყრობილე და სომა სხეული არის საპყრობილე სულისა. და აქედან არა, ქრისტიანობაში სხეული არ არის საპყრობილე. და აქედან განთავისუფლებაზე არ არის სხეული გამოიცვლება და განედებული სხეულის აღდგომის დროს ქრისტემ დაადგინა და ჩვენც გვექნება. მაგარი რამეა, რა თქმა უნდა, სული გამოვიდა და დაფრიალებს სადღაც. და რას ლაპარაკო? სულის უკტავება მე არაფერს არ მეუნება. სული სხეულის გარეშე რა თქმა უნდა გამოვლინდება, ხო? რაღაცების ფილოსოფიური მიგნებები და ფილოსოფიური ღმერთის წმენა მე რა თქმა უნდა. აქ გონება არის, რა შეუძლია გონებას ცოდვადაცემულს, ეგ მაუცებს მე მაგ მოაზროვნეებში თორე. საერთოდ არ ვიზიარებ მაგათ არაფერს. იმიტომ რომ გუგული შემაწუხებელია, ახლა სული გამოვიდა ჩემთან და გაფრინდეს სადღაც ჩიტებით რა და ან ღმერთის თავში წავიდეს და ან კიდე მეორედ მოვიდე. რა თქმა უნდა, ახლა მეორედ მოსვლა ისეთი გაგებით მეტამფსიქოზი, ჩემი სული გადავიდა ახლა სხვა სხეულში და დღეს ვარ კაცი, მე ჩემი სული გადავა, ახლა ქალი ვიქნები. ამ მეტამფსიქოზით ჰომოსექსუალიზმი გამართლებული როა თუ იცით თქვენ. მეტამფსიქოზი ჰომოსექსუალიზმს ამართლებს. ადრე ვიყავი ქალი, ახლა ვარ კაცი. ახლა მე ქალობა მინდა, იმიტომ რომ ადრე წარსულში მე ვიყავი ქალი და კაცი არ მინდა ვიყო. და ქრისტიანობაში ეს ყოველთ მეუღებელია. მეტამფსიქოზი ქრისტიანობას არ იზიარებს. არავითარი სულთა გადასახლებები და დაადის სული ესე დაწანწალებს და რო აღარ ჩამოვიდეს კიდე. ეს ხო რაღაც ინდურ აღმოსავლური რელიგიის ნაზავი არის ბერძნულ იმაში პლატონის ფილოსოფიაში და ამ იდეალიზმს გაყვა თელი კაცობრიობა რო იცოდეთ. და მათ ახლა ქრისტეც რო გამიპლატონეს და გამისოკრატეს ეს მიუღებელია, ის ადამიანია კაცო და როგორ ახლა რანაირად პლატონი არის ქრისტიანობაში? და პლოტინი არის მეორე უდიდესი სამი ძალიან ძლიერი მოაზროვნე, რომელსაც დიდი გავლენა იქონია პლატონი, არისტოტელი და პლოტინი. ხო, და აი პლოტინიზმის, აი ეს ნეოპლატონიზმის ნაირსა პლოტინიდან რო იწყება, მე-4 საუკუნეა ახალი წელთაღრიცხვით, აი რუსთაველის პოემაში ეგ არის. შერეული ბიბლიური ციტატებით, აფორიზმებით და სამყაროს ბიბლიური რაღაცა რო წაიკითხა გარითმა. შექმნა სამყაროს, მაგრამ იცით რამდენი წარმართული რელიგია არის ვეფხისტყაოსანში? ამიტომ ქართველები რომ ღმერთს ვეფხისტყაოსნით იცნობენ, ეს წარმართობაა. როგორ გეკადრებათ რა, ადარებთ იმას, ეს ჰუმანიზმია. ჰუმანიზმი არის, როგორც აი პლატონი ჰუმანისტი არის და მაგრამ ამ გრძნობათა სამყაროს მიღმა აღიარებს ზეგრძნობათ სამყაროს. რუსთაველი განათლებული იყო და არ ექნებოდა წაკითხული ეს პლატონის ფილოსოფია, როგორ გონიათ მე-12 საუკუნეში არის სიბნელე იყო, სიბნელე ეხლა არის. ამიტომ ამან თავის პოემაში ეს მსოფლმხედველობა ჩამოასხა და რუსთაველი ასეთია ქრისტიანია არავითარ შემთხვევაში. წარმართი მოაზროვნე ჰუმანისტი არის, ადამიანი ღმერთი. მოკლედ აი და ღმერთთან კავშირი აქვს იმ ღმერთთან, რომელიც არის ფილოსოფიური ღმერთი და ასტროლოგიაც არის და ყველაფერი მოიაზრება. მოკლედ
რელიგიური თვალსაზრისით ეს იდეალისტური წარმართული რელიგიაა ვეფხისტყაოსანი. ამიტომ ამის განხილვა არ არის სწორი და აქედანაც ჩვენ არ უნდა მივიღოთ რომ ავთანდილი ქრისტიანია, ფრიდონი ქრისტიანია. არ იცნობენ ქრისტეს რანაირად. რანაირად ეს ბიბლიის წაკითხვა ქრისტეს გაცნობა კი არ არის. რუსთაველი არ შეიძლება ჩაითვალოს ქრისტეს. საერთოდ შემოქმედი ადამიანები ერიდებიან ქრისტეს, იმიტომ რომ ქრისტე თუ აღიარო, შენ დამდაბლებული ხარ. მე ამბიცია აღარ აქვს და ადამიანს უნდა რომ თვითონ იყოს მაგარი და თვითონ იყოს რაღაცა ღვთაება. ხო? ქართული ლიტერატურა წარმართული მსოფლმხედველობის გარკვეული მხატვრული გადმოცემა არის, რო იცოდეთ. შუშანიკი არ არის ქრისტიანი ხალი. ფორმა ასეთი. არაფრით არ შეიძლება ჩაითვალოს შუშანიკი თუ კარგად წაიკითხავთ ეს ქრისტიანია, აბა გამორიცხულია. ეს იყენებს ქრისტეს თავისი ვნებების რაღაცა გასარისხებლად და რაღაც იმეები და ხუცესი კიდე არის ის მღვდელი დღეს რო არიან მათ ახლა იღა მონაზვნები არის. ხო გონიათ რომ იქ მონაზვნები რო შეიყარენ ქრისტიანები არიან დღევანდელ საქართველოში. ხო, არც ის აბოთბილელის წამება რო არის არაბი რაღაცა გახურებები. ეს ყველაფერი არის დომინანტი იყო ეს ორგანიზაცია რელიგია, რომელიც მხარში ამოუდგა სეკულარულს და საქართველოს გამთლენება მოინდომეს. ხო და შემთხვევით კი არისო როცა რუსეთის იმპერიაში გაუქმდა ეგა ტახტიც და მიაყოლეს ეს საპატრიარქო კიდე. როცა შედიხარ რუსეთთან რა თუნდა ორი მეფე და ორი პატრიარქი. და კომუნისტებმა ისე დააბრუნეს და სამსახურში ჩაიყენეს. და აგერ ახლა რა ხდება? საქართველოს დაქცევა დიდწილად მოდის ამ რელიგიაზე, წარმართული რელიგია. ეს არის წარმართული რელიგიის მექა, სადაც ღვთაება, ქართული გენეტიკა, ერი და ისტორია. წმინდანები ყველა ისტორიული პერსონაჟია. არა გითხები იმას მიიღო ქრისტე. წმინდანი არის ის, ვინც ქრისტემ მიიღო და გამართლა, ქრისტემ გაამართლა. ილია ჭავჭავაძე როგორ არის წმინდანი? დავით აღმართელი. ეგ შენი აზრია. შენ მიანიჭე მაგას სტატუსი, როგორც შევარნაძე მიანიჭა სტატუსი და კრემლმა შიველაშვილის უნეტარესი და უწმინდესი და სულზე უტკბესი და რა ვიცი, ყველაფერი ერთად აღებული. და ხელში რო უჭირავს ამ ძლიბზადის სხვა აჭმებს, სხვა აფსმევნებს, სხვა და ეხლა ამას უჭირავს საქართველოს, ხო, როგორ არ გინდათ რა. საქართველოს დედამიწა ვისაც უჭირავს, ვიცით ბიბლიიდან. ერთი იყოს შემწე თქვენის რა, სადაც ახართ, როგორ ახართ და რა მდგომარეობა სიმყოფებით ღმერთის გარეშე გაგიჭირდება ცხოვრება. შეგვეწიოს ღმერთი, ცოცხალი ღმერთი, რომელიც ჩვენი გულისთვის დაინდავლა თავი და ჯვარზე გაეკრა და ბევრმა არის ის რომ შენ ცოდვილი ბუნება აიტანა იქა და რისხვა აგაცილა შენ რაც ელოდება ადამიანს წინ თუ ქრისტემ სარ მიიღებთ რისხვას ვერავინ ვერ გაიქცევა ერთხელ იქნება მოგტება ადამიანი და მე არის სასამართლო განსჯა ამიტომ ქრისტეს ვინც იწამებს სასამართლოზე არ წარდგება გასასამართლებად წარდგება საქებრო და ჯილდოს მისაღებად გისურვებთ რომ ყველა ასე წარდგეთ ღმერთთან ძალიან დიდი მადლობა და ნდროებით